მოგესალმებით, შუაღამის მშვიდობისა. მოგესალმები, ილო, შენც როგორ ხარ? კარგად და კარგად რა ეხა, ისევ და ისევ იგულისხმება ის რომ ვცდილობ. აი ზუსტად რაცაც ნანკა ამბობდა მედგრად რა. მედგრად რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა კარგად ვერ იქნები იმ დროს როცა ამდენი ადამიანი და ზოგადად ქვეყანა მდგომარეობაშია. ფული სათქმელია. ჩვენ საერთოდ რა კონდიციაში ვართ ამას ალბათ რო გავა პერიოდი და რაღაცა გადაანალიზება გვექნება მე. ნამდვილად მე მივხვდებით ამას და ხო არ ვიცი როგორ უნდა იყო კარგად რთული სათქმელია ნამდვილად იმ პირობებში, როდესაც ის საკანონმდებლო ცვლილებები რაც უკვე მესამე მოსმენით მიიღეს, ბევრ სხვადასხვა რამეს ეხება, მაგრამ ასევე მანიფესტაციასაც ეხება, ბევრად უფრო გაიშალა პოლიციის უფლებები თუ რის საფუძველზე შეუძლიათ თუ უსაფუძვლოდ რომ დაგვაკავონ. მართლაც წარმოუდგენელია, როდესაც კითხულობ ამ ყველაფერს, ეს აკრძალვები, ჯარიმები, რაც დააწეს და ეხა ანუ უბრალოდ მგონია რომ რაღაც წიგნს ვკითხულობ ავტორიტარიზმზე ან ტოტალიტარიზმზე, იმიტომ რომ მართლა დაუჯერებელია, რომ მახსენდება მხევლის წიგნს რომ ვკითხულობდი, მართლა რაღაც ის მიჩნდება, რომ აი ცოტა ხანში ცის დანახვის უფლება რო არ აქვთ და დიდი წითელი ქუდები ახურავთ ამ ქალებს, რაღაც ეგეთი განცდა მაქვს, რომ აი უკვე ცხვირიც ვერ დაგიფარია თუ შეგცივდა ყინვისგან და ასე შემდეგ ხა ამაზე. ბევრი საშინელი მაგალითები ლიტერატურიდან და ქართულ ოცნებამ მოახერხა, რომ აი თითქმის ყველასთან შეგიძლია რომ ნამდვილად და ამ პირობებში რთულია ნამდვილად იმის თქმა, რომ კარგად ხარ, მაგრამ ხო რაღაც და ამ ყველაფერთან ერთად დღეს ჩვენ ნახეთ რომ ეს რაღაც გაუგებარი დაჯგუფების წევრები დადიან ესე ქალაქში, ტრანსპორტებში და კაფეებში და ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან და ისევ მიმართავ ჩვენს საქართველოს პოლიციას რომ იქნებ კარგად გაიაზროთ თუ როგორ ამ ხელა შეურაცხყოფას გაყენებთ თქვენივე უფროსობა და ეს ხელისუფლება, რადგან წაგართვეს იმის უნარი რომ სამართალი დაიცვათ და წინ აღუდგეთ კრიმინალს და კრიმინალებად აქციათ ადამიანები რომლებიც საერთოდ არაფერში დამნაშავეები არ არიან და უამრავი ადამიანია უკვე დაკავებული. დღეს მაგალითად ბახუტას 40 წუთით ადრე დაურეკეს, რომ სასამართლო პროცესი ქონდა, არც არავინ იცოდა საერთოდ, აი ესე უცებ ხდება, იმიტომ რომ არ ვიცი, ამას სპეციალურად აკეთებენ თუ თვითონაც იმდენი საქმე აქვთ უკვე თავზე დაყრილი, რომ ეს მოსამართლეები ვეღარ აუდიან ამ ყველაფერს. არ ვიცი, კიდევ ერთხელ და ყოველჯერ და ყოველ დღე მივმართავ საქართველოს პოლიციას და სასამართლოს და იქ მომუშავე ადამიანებს, რომ კარგად დაფიქრდით, რას აკეთებთ. ეს აუცილებლად დასრულდება ადრე თუ გვიან. და გთხოვთ უბრალოდ რომ კარგად გაიაზროთ რომ თქვენ არ იყოთ აი ამ საშინელების მონაწილეები, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ემსახურებით სამართალს. და ღმერთმა არქნას მოვიდეს დრო რომ თქვენი შვილი, ან დედა თქვენი, მამა თქვენი, ან თქვენი და ან ძმა აღმოჩნდეს იმ სიტუაციაში, რომ სჭირდებოდეს თავისი უფლებების და უსაფრთხოების დაცვა და თქვენ ეს ვერ შეძლოთ. იმიტომ რომ ეს თქვენთვის ძალიან მტკივნეული იქნება და გთხოვთ რომ დაელოდებით იმას, რომ ის აუცილებლად თქვენს ოჯახში შემოვიდეს. იმიტომ რომ თქვენ თუ ამაზე დახუჭავთ დღეს თვალს, ის აუცილებლად თქვენს ოჯახში შემოვა ადრე თუ გვიან და უბრალოდ გთხოვთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამას ვამბობ სულ. ჩვენ ერთმანეთის გარეშე არ ვარსებობთ. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი, იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანი რა პოლიტიკური გემოვნების თუ მიდრეკილებების არ უნდა ვიყოთ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს მოქალაქეები და ყველას გვინდა რომ ეს ქვეყანა იყოს უკეთეს ადგილას. რაც არ უნდა ფიქრობდე რომ ქართული ოცნება რაღაც პოლიტიკურ მიმართულებებში მართალია, ის რაც დღეს ხდება და როგორც დღეს მეფობს უსამართლობა ამ ქვეყანაში და რა საკანონმდებლო ცვლილებებიც, ანუ დააკანონეს უკვე ეს უსამართლობის და უწესრიგობის მეფობა, ეს თქვენც არ გამოგადგებათ მეგობრებო და ამიტომ უბრალოდ გთხოვთ რომ კარგად გაიაზროთ ეს და დანარჩენ ხალხზე თუ არა, იმ ადამიანებზე თუ არ ფიქრობთ და თუ არ ეთანხმებით, ვინც დღეს აქციაზე დგას და მაინც გააქვთ ეჭვები, რომ შეიძლება ისინი ნაცები არიან, ან რაღაც სხვა პარტიის არიან, თუ იმ კოალიციის მომხრეები, თუ ამ კოალიციის მომხრეები, სინამდვილეში იქ დგანან ადამიანები, რომლებიც არიან უბრალოდ საქართველოს მოქალაქეები და მათ ჭირდებათ ღირსეული ცხოვრება, მათ ჭირდებათ ისეთ პირობებში ცხოვრება, სადაც მათი უფლებები და მათი უსაფრთხოება, როგორც მინიმუმ იქნება დაცული და დღეს უკვე ჩვენ ასეთ ქვეყანაში
ქვეყანაშიც აღარ ვცხოვრობთ. დღეს უკვე დაკანონებულად შევედით მართლა მე არ ვიცი ზუსტად იურიდიულად ამას რა ქვია, მაგრამ რა წარმოდგენაც მაქვს, ეს არის ავტორიტარიზმი თუ ტოტალიტარიზმი. ანუ ის ყველაფერი, რასაც ჩვენ რაღაც პერიოდის წინ საუბრობდით, რომ თუ ეხლა არ გამოვიღვიძებთ და არ გადავდგავთ ნაბიჯებს წინ, რომ შეიძლება სადღაც აღმოჩნდეთ და ამის გამო დაგვრცინოდნენ და გიჟებს გვეძახდნენ, დღეს მივედით აქამდე და გთხოვთ უბრალოდ მართლა გულით და სულით გთხოვთ, რომ კარგად გაიაზროთ, რაში გავიღვიძეთ უკვე. დიახ, შენ ეხლა სანამ შევიდოდით ეთერში, შენ საუბრობდი ამას, რომ დიახ, ჩელაბინსკში თუ არ ვიცი, სადღაც გავიღვიძეთ. მე პირადად აბსოლუტური განცდა მაქვს, რომ მსგავსი ლიტერატურის წიგნის გვერდებზე გავიღვიძეთ და ეს ხდება ყოველდღე და ამას გვაჩვევენ თან ნელ-ნელა და ისეთ იმდენი სიგიჟე ხდება ერთდროულად, რომ მგონია რომ ესეც განგებარი გაკეთებული, რომ ვერ ვასწრებთ ინფორმაციის გადამუშავებას, გააზრებას, იმიტომ რომ თან ეს წინააღმდეგობის პროცესი არ გაჩერებულა, აქედან პროპაგანდისტული მედიები რაღაც აბსურდულ ინფორმაციებს დებენ, უკვე იმდენად აბსურდულს, რომ უბრალოდ სასაცილოდ გამოიყურებით, მეგობრებო, სირცხვილია, რასაც აკეთებთ. სულ რომ ყველაფერი ისე დასრულდეს, როგორც თქვენ გინდა, თქვენ თვითონვე შეგრცხვებათ საკუთარი თავების, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი თქვენს შეგიშლით ხელს და თქვენც დაგადებთ ბორკილებს. ხელზე ფიზიკურად თუ მორალურად თუ ემოციურად. ეს აუცილებლად ასე დასრულდება და მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს თუ ქუჩაში ვერ გამოდიხარ, დაჯდე და საკუთარ თავთან მაინც გაიაზრო. იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია. კი და შენ ორჯერ ახსენე უკვე რომ სპეციალურად თუ თქვათ მათაც რაღაცა ქაოტური სიტუაცია აქვს. ამასთან დაკავშირებით საერთოდ რა კეთდება რის გამო და თქვათ რა ფაზები არსებობს ადამიანებზე ამ სპეცოპერაციის განხორციელების, რაც დღეს საქართველოში ხდება რუსეთისგან. ზოგადად როგორ მუშაობს პროპაგანდა, ამაზე ვისაუბროთ ჩვენ ერთ-ერთ სტუმართან და კიდევ ერთ სტუმართან ვისაუბრებთ ზოგადად აი ფსიქოლოგიურად სადვიმყოფებით. ეხლა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გარკვეულწილად უკვე რამდენი ხანი გავიდა ხო რაღაც როდესაც ჩვენ კი რა თქმა უნდა ყველა სიმართლე ვიმაგრებს ზურგს, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია ხარი ქვეყანა და თავარი მიზანი ეს არის, მაგრამ მიუხედავად ამ ბრძოლისა, მაინც ძალიან სტრესული სიტუაციაა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც შენ ჰიბრიდულ ომში იმყოფები, აი სწორედ ამიტომ ამბობ ხოლმე, რომ მედგრად დგომა, ამიტომ არის მნიშვნელობა და ფხიზლად ყოფნა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყოველთვის იყო ძალიან ზუსტი, სტრატეგიული. სადაც ემოციები ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა უკიდურესობაში უნდა გადავარდე, მხოლოდ ემოციებში იყო და სხვა რამეზე ფიქრი არ შეიძლება. ესე არ არის. პირიქით, აქციებზეც აი კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, საოცარი ხალხია. ეს ბევრმა დაინახა, უკვე ვინც იქ მოდის და ვინც იქ დადის და არა მარტო უკვე ბევრი ვიდეოებიც არის ხო უკვე ისეთი. და სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა, რომელიც რაღაცა მოდის გელაპარაკება და რა საყვარლებია. ბებიების და ბაბუების მარში, რომელიც იყო ყველაზე უფრო უამრავი რამე ხდება. საყვარელი და გულის ამაჩუყებელი. ძალიან ბევრი რამე ხდება და კიდე მინდა რომ გამოვეხმაურო დღეს იმ საშინელ ვიდეოს, როდესაც ორი ადამიანი ქუჩაში დადიოდა და ესე იგი ისე პირდაპირ პროვოკაცია იყო მოკლედ მეტროშიც და იწყება ვიდეო იმით რომ ადიან ამ ესკალატორზე და იქ საუბრობენ რომ ამათ და თან აი ისე საუბრობენ რომ ანუ ვინც კი ჩამოდის ყველა მიაჩნიათ რომ აქციიდან არის ჩამოსული და აი ეს ზოგადად ხალხმა ამაღლა ხალხის გასაგებად სპეციალურად იწვევენ აგრესიას და ეს ის მე კიდე იქ რაღაცა მოზარდი ბიჭი იყო თუ რა ვიცი შეიძლება სრულწლოვანიც იყო იმასთან ჯაჯგური მოკლედ ყველა ნახეთ და მე რაღაცა ზემოთ პოლიციამ როგორც ვიცი წაიყვანა და დააკავა. მაგრამ ნახე, ისეთი უნდობლობა არის დღეს საქართველოს პოლიციასთან მიმართებაში, რომ რეალურად აი სურო ეხა მე რომ ნახე რომ აი წაიყვანეს ის ტიპები, უკვე განცდა გაქვს რომ ის კი არ არის რომ აი კი არ დაიჭირეს. ყველას გონია რომ გაარიდეს. ხდება კი არა, უბრალოდ გაარიდეს სიტუაცია. არავის არ ჯერა რომ ისინი დააკავებენ და იზოლატორში წაიყვანენ მათაც. კიდე ბევრ რამეზე შეიძლება საუბარი, მაგრამ ეხა მაგისი დრო არ არის, უკვე სტუმრები გველოდებიან და მოდი შემოვიყვანოთ უკვე სტუდიაში. დღეს სტუდიაში ჩვენთან დაბრუნდა ქალბატონი ჯანა ჯავახიშვილი. გთხოვთ ქალბატონი ჯანა, მე ყოველთვის ძალიან მიხარია როცა თქვენ ჩვენთან ხართ, მოგესალმებით და დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელიც მოუთმენლად გელოდათ და დღეს ვისაუბრებთ იმ თემაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მოვლენათა და ფაქტების სახელდება, რომ ყველაფერს დაერქვას თავის სახელი. და ხო, აი რატომ არის მნიშვნელოვანი, ეს არის დღევანდელი ჩვენი თემა და ქალბატონი ჯანა გვესაუბრება. იმიტომ რომ გარკვეულწილად რაღაცა პატარა ტრამებიც აქვთ ბევრ ადამიანს, იმიტომ რომ აქამდე რო არ დაერქვა ბევრჯერ სახელი. იმის შედეგს ვიმკით დღეს აქ. რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამას დიდი ხანია ამბობდნენ, მაგრამ ზოგადად ხო.
ერთ-ერთი მიზეზი. ალბათ დავიწყებ იმითი, რომ ჩვენ ტელემაყურებელს მივესალმები შუაღამე პროტესტისა. პროტესტისა. ხო, ვეღარ ვამბობ შუაღამე მშვიდობისა, იმიტომ რომ მშვიდობა არ არის ქვეყანაში. ნამდვილად. არც შუაღამეს, არც შუადღეს და არც დილით და არც საღამოს. მინდა დავიწყო აი დღევანდელი ჩვენი საუბარი ბატონი ზურაბ კიკნაძის ძალიან საინტერესო ესეით ჩვენ და ისინი და ერთ ფრაზას მოვიყვან, რამდენადაც შემიძლია ზეპირად. რა არის ჯოჯოხეთი, თუ არა აიძულო ლოგიკურ არსებას მარადიულად თეთრზე შავი თქვას და შავზე თეთრი. ასე ხდებოდა მუდამ დღეს საბჭოეთში, ასე ხდება დღესაც. აი ეს არის ფაქტიურად რეფრენი იმისა, რაც ხდება დღეს საქართველოში. ანუ მშვიდობა ნიშნავს ომს, ომი ნიშნავს მშვიდობას, მოძალადე ნიშნავს სამართალდამცავს, სამართალდამცავი ხდება მოძალადე, მშვიდობიანი მომიტინგე ხდება მოძალადე, აი მინდა გავხსენო, კონსერვატორიის სტუდენტი ხდება კრიმინალი და კრიმინალი ხდება სამართალდამცველივით დადის ქუჩაში და ვიღაცებს აკავებს. და კრიტიკული აზრის მატარებელი ხდება რადიკალური ოპოზიცია. კი ბატონო. და რადიკალები. და კიდე უფრო ასე ვთქვათ, საინტერესო მარგალიტი მოვისმინე ამას წინებზე იმედის ეთერში ერთ-ერთი პოლიტიკოსი ყვებოდა აქციის ამბებს და ჩვენ რამდენადაც იქ გავართ ხოლმე, ვიცით როგორ მშვიდობიანად და ღირსეულად და ზრდილობიანად, არათუ მშვიდობიანად, ზრდილობიანად მიმდინარეობს ხოლმე აქცია. და აი ესეთი სიტყვები გამოიყენა, ძალიან საინტერესო იყო პროპაგანდის ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, მომიტინგეებმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს. ხო და როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობდა, რის თქმა უნდოდა? მე გააგრძელა და გამოიყო რას გულისხმობდა ალბათ პიროტექნიკა, ხო? შუშხუნები და მაშხალები, მაგრამ გამძაფრა და ცეცხლი გაუხსნეს უფრო. ანუ ამ ცეცხლის გახსნას მოაქვს თავისი დისკურსი. ამ ცნებას, ხო, გარკვეული მნიშვნელობით ხმარობთ და ეს უხეში პროპაგანდაა, მაგრამ მე არ მინდა ამ უხეშ პროპაგანდაზე საუბარი, ამაზე ბევრი გაქვთ ეთერში. ნასაუბრალი, მე მინდა თავის მოტყუებაზე საუბარი, როდესაც ადამიანი არ არქმევს, მოვლენებს თავის სახელს და ერთგვარად თავსაც იტყუებს და გამოდის, რომ სხვისი მოტყუების მცდელობაც აქვს და აქედან გამომდინარე ძალადობის მხარეს დგება. ნებსით თუ უნებლიეთ, აი მაგალითად, როდესაც ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ მე განსხვავებული აზრი მაქვს, იმიტომ რომ ვამართლებ იმას, რასაც სამართალდამცავები ახლა აკეთებენ, ანუ ცხვირპირის ჩალეწვა და წამება და არადამიანური მოპყრობა, მიიღეთ ეს როგორც ჩემი განსხვავებული აზრი. და კიდე ამეტებენ ხოლმე, რომ ნუ მაბულინგებთ ამის ნუ გამო. მაბულინგებთ. აი ეს არის ყველაფერი. ეს არის მათი იარაღი დღეს ნარატივის გაგრძელება. ან შემოდით ჩვენთან დიალოგში, ესე იგი, შენ ცხვირპილს გილეწავენ და შენ უნდა დიალოგში შეხვიდე. აი ნეტა როგორ წარმოუდგენიათ ეს. და აი აქედან გამომდინარე მინდა გავიხსენო, როგორ ხდება ხოლმე, რომ ძალადობა ხდება ინსტრუმენტი მართვის. ამ დროს საზოგადოება იყოფა ხოლმე მოძალადეთ, ამ მოძალადის სამიზნეს მსხვერპლად და ძალიან მნიშვნელოვანი მესამე როლი არის, მოდი დავარქვათ გვერდიდან მაყურებელი, რომელიც თითქოს გვერდიდან უყურებს და ამბობს მე ნეიტრალური ვარ, მე ორივე მხარეს ვგმობ ძალადობას და საქმე იმაშია, რომ ამითი სწორედ მხარს უჭერს მოძალადე მხარეს. ანუ აი ამ სამკუთხედს, თქვათ, ფსიქოლოგიაში სხვადასხვა სახელწოდება აქვს. მაგალითად, გენოციდის სამკუთხედს უწოდებენ, იმიტომ რომ ეს დაკავშირებულია რეპრესიებთან და მკვლელობასთან და ხალხის დასახიჩრებასთან და დევნასთან, ხო? უწოდებენ ბერმუდის სამკუთხედსაც, იმიტომ რომ თუ შიგ შედგი ფეხი ეს მახეა და იკარგები, იქ უკვე ადამიანის სახეს ვეღარ ინარჩუნებ. და ალბათ იმის თქმა არის საჭირო, რომ როდესაც მოძალადე მსხვერპლს მიზანში ამოიღებს, სინამდვილეში ეს
ერთი შეხედვით არის მიზანი ის, ვიზაც ის ძალადობს. სინამდვილეში სამიზნეს სწორედაც რომ გვერდიდან მაყურებელია. იმიტომ რომ ისმის მორალურ გახსნას ცდილობს. იმიტომ რომ თუ გაჩერებული ხარ ძალადობაზე საპასუხოდ ან არქმევ განსხვავებულას ძალადობის გამართლებას, შენ მორალურად იხრწნები. სწორედ ეს უნდა მოძალადეს, რომ ყავდეს ხელთ ადამიანი მორალურად, ასე ვთქვათ, წაგებული. რუსული მიდგომა რომ გავიხსენოთ, მაგათ აქვს სპეციალური ტერმინი ასეთი ადამიანის აღსანიშნავად. ჩმო, ჩილავეკ მარალნა აბოსრანი, ძალიან დიდ ბოდის ვიხდი ამ გამოთქმისთვის. მაგრამ ეგ არის, რასთანაც, ასე ვთქვათ, ცდილობენ, რასაც ცდილობენ რომ მიაღწიონ. დაჩმორება, ვიცით ხო, ბოდიში რა ამ გამოთქმის. მაგრამ ხო, დღეს რეალურად ეგ არის, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ. და მეორე, არა მარტო მორალურად წახდინონ, მოდი, გახსნან არა, წახდინონ მორალურად, არამედ გვერდიდან მაყურებელი დაშინონ კიდევაც. იმიტომ რომ შენც ეს დაგემართება თუ როცა ხმას ამოიღებ. ფაქტიურად ეს გვერდიდან მაყურებლის როლი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ აქ ხშირად ვიხსენებ ხოლმე და დღესაც უნდა გავიხსენო რა ხან ამ საკითხზე ვლაპარაკობთ. სოლჟენიცინი არქიპელაგ გულაგში დასაწყისში ყვება როგორ მიყავდათ როცა ასე ვთქვათ დააპატიმრეს მთელი რუსული გლუბინკა გაიარა და ორი თითო თოფით შეიარაღებული ბადრაგი მომყვებოდაო და ეხლა ვფიქრობ რომ აი მაშინ რომ მეყვირა რომ ხალხო უმიზესოდ დამაკავა ეს არაფერი საბაბი არ მემიცია ეს უსამართლობაა ნეტავი ვინმე დადგებოდა ჩემს გვერდზეო და იხსენებს დასაწყის რეპრესიული რეჟიმისა რუსეთში, როდესაც ერთ ქალს აკავებდნენ, აი ესე უსამართლოდ და ქალმა ყვირილი დაიწყო და ბევრი შემთხვევით გამოვლელი ქუჩაში ამოუდგა მხარში და გამოსტაცეს ხელიდან მილიციას. ანუ გვერდიდან მაყურებლის ქცევას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა. თუ ის დუმს, ან თუ ის სხვა სახელს არქმევს ძალადობას, ეფემის ხმარობს. ხო, სამართალი დაიცვეს და ასე შემდეგ. მაშინ ის ფაქტიურად ერთი რომ მწვანე შუქს უნთებს ასეთ პრაქტიკას და მეორე შეიძლება ასე ვთქვათ ვერაცნობიერებს რომ დაემართება ის რაც დაემართათ გვერდიდან მაყურებლებს საბჭოთა კავშირში იმიტომ რომ კარგად ვიცით რომ თუ დასაწყისში ვთქვათ ლენინის წითელი ტერორი გავიხსენოთ ლოგიკა ჰქონდა რეპრესიებს და კლავდნენ მას ვინც რეჟიმს ებრძოდა ან ვინც როგორც კლასი უნდა გაენადგურებინათ წითელი ტერორის დროს ხო არისტოკრატია ვინც აზროვნებდა მოაზროვნე ნაწილი საზოგადოების ჭეშმარიტი სამღვდელოება რომელიც ფარისეველი არ იყო და არ იყო დახარბებული მატერიალურ ქონებას და მამული შვილები იყვნენ მაგალითად როგორც ამბროსი ხელაია და ასე შემდეგ ხო და მერე სტალინის პერიოდში აი შემოუბრუნდნენ სწორედ ამ გვერდიდან მაყურებლებს ვინც დადუმებული იყო და მიმდინარეობდა რეპრესიები შემთხვევითობის პრინციპით ანუ იმისთვის რომ დისციპლინირება მოეხდინათ საზოგადოების პოპულაციის საზოგადოებასაც ვეღარ დავარქვევ ხო აი მოკლედ მოსახლეობის ასე ვთქვათ იმიტომ რომ ის აღარ იყო ცოცხალი ორგანიზმი საზოგადოება დაშინებული უსუსურობა დასწავლილი ძალადობაზე მდუმარე საზოგადოება იყო იმიტომ რომ მოსპეს ის ადამიანები ვინც იბრძოდა ხო თანდათან მე შემოუბრუნდა მათ და რანდომულად ანუ შემთხვევითობის პრინციპით დაუწყო განადგურება მათაც იმიტომ რომ სხვას შეშინებოდა ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ დღევანდელმა ისტორიკოსებმა რო იკვლიეს ეს რატო ხდებოდა ის რომ კრემლი რო უკვეთავდა ციფრებს უკვეთავდა პირდაპირ რესპუბლიკებს ჰქონდათ ციფრები რეპრესიებისა აი მაგალითად 5000 6000 3000 ადამიანი ხალხის მტერი გამოავლინეთ გეგმები ჰქონდათ ბოდიში რო გაწყვეტინებთ აი ხა თქვენ ვიხსენებთ საბჭოთა დროს და რაღაცნაირად აი მეც სულ ეგ განცდა მაქვს რომ ის რაც დღეს ხდება თითქოს იგივე აი მაშინაც
არ არქმევდნენ ეს ადამიანები სახელს იმას რაც ხდებოდა და დღესაც იგივე ხდება. აი დღევანდელ დღეზე რო გადმოვიდეთ, ეხლა რა ხდება ჩვენ? სწორედ ძალიან დიდი ანალოგია 1924 წელი მიდის, 2024 წელი მიდის, ეს შემთხვევითი არ არის ჩემი წამოწდენა და 1924 წლის აჯანყება მახსენდება. მე გვახსოვს რომ ეს აჯანყება წაიშალა კოლექტიური მეხსიერებიდან, უბრალოდ წიგნებიდან სახელმძღვანელოებში არ იყო და იყო თქვა ნარატივი რომ სიხარულით ქართველი ხალხი დახვდა განმათავისუფლებელ წითელ არმიას და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ სინამდვილეში რაც ხდებოდა, ანადგურებდნენ აჯანყებულ ხალხს და გაათითოკაცეს საზოგადოება და დიახ შეუცვალეს მოვლენებს სახელწოდებები. ანექსიას მოხდა მოკლედ ფასეულობების, მოვლენების, შეფასების. ანექსიას და კოლონიზაციას უწოდეს სოვეტიზაცია და ასე ვთქვათ, დააბრალეს ქართულ ხალხს, რომ ეს მათი სურვილი. დღეს რა ხდება? ანალოგიური პროცესია, ფაქტიურად ეხლა კბილები გამოაჩინა საბჭოთა, ხო აი კიდე დავიწყე ბატონი ზურაბ კიკნაძის ესეით და მინდა კიდე ერთი ნაწყვეტი გავიხსენო ამ ესედან. ხალხიო 10 წლეულობით საბჭოთა რეჟიმის ხელისუფლებას უწოდებდა ესენი. ათენები მაგალითად, ათენები მეგრულად. როდის სწავლენ ესენი? ამათ ხო არ ესმით? ესენი რო თავიდან ლეგიტიმაციის ის ჰქონდათ თუ რატო ესე? ხო, მაშინაც უფსკრული იყო. უფსკრული იყო ამ პატარა ფუფუნებაში მცხოვრებ ძალაუფლების ყოველ ჯგუფს შორის და ხალხს შორის და ხალხი ხედავდა რომ ქვეყანა ჭირშია და ამ ჭირის ასე ვთქვათ მიზეზი ეს პატარა ჯგუფია და ეხლა ზუსტად აი რატო ვიხსენებ ამ ესეის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პასაჟია იქ ის ამბობს, რომ როგორც წავიდნენ, მაგრამ მოქცევის ტალღასავით მობრუნდნენ, როგორც დამნაშავე ბრუნდება თავისი დანაშაულის ადგილას და საბჭოთა მეტასტაზები დღეს კიდევ ცოცხალია. ესე დაწერა ბატონმა ზურაბმა ალბათ 10-15 წლის წინ, მაგრამ დღეს ფაქტიურად ეს მეტასტაზებმა დაიწყეს ზრდა და დღევანდელი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ხდება, ფაქტიურად ამზადებენ პროდრომს, სივრცეს ითავისუფლებენ კიდე მეტი რეპრესიებისთვის, იმისთვის, რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია უქმდება ქვეყანაში. ფაქტიურად ეს ანტიკონსტიტუციური ცვლილება არის, ანტიხუმანური ცვლილება არის. ხო, უამრავი კასკადი თუ მანამდე აქციაზე რაღაცა ინციდენტი იყავი დაფიქსირებული, რომელიც შეიძლება სულაც ადმინისტრაციული იყოს. უკვე შეუძლია პოლიციას უბრალოდ არაფერი არ დაგიშავებია, მაგრამ თითქოს და პრევენციის მიზნით დაგიჭიროს, იმიტომ რომ შენ უკვე საეჭვო ხარ, როდესღაც და ერთ-ერთი იყო უბრალოდ არ მახსოვს მე რამდენი პუნქტი იყო, სადაც წერია რომ თუ მაგალითად ახალგაზრდა აქციაზე იქნება და იქ რაღაცას დააშავებს რა პირობითად ან რაღაცა, შეიძლება სხვა სიტუაციებსაც ეხება ცხოვრების, მაგრამ კონკრეტულად ამაზე მაქვს ლაპარაკი, მე ამბავს მოკლედ რაღაც აჯარიმებენ, ტუქსავენ, თუ არ ვწდები ოჯახის წევრებსაც აჯარიმებენ და რაც თავარია. ხო, თუ არასრულწლოვანი და მნიშვნელოვანი ერთი რამეა. მშობლებს ეუბნებიან საყდედურს ასეთი შვილის გაზრდისთვის. ხო, ეს არის. ჯოჯოხეთი ეს არის. ანუ ამის იქით რომ შენ უკვე 2024 წელს ხალხო ჩვენ ვიხსენებთ 1900 რაღაცა დასაწყისში რა ხდებოდა ხო თქვა მე-20 საუკუნის, მაგრამ ეხლა რეალურად 2024 წელს, როდესაც ჩვენ არ ვართ იზოლაციაში, არ ვართ ვაკუუმში, ძველი დროიდან განსხვავებით, მაშინ მაინც პრესის მართვა უფრო ადვილი იყო, ტელევიზია საერთოდ არ იყო, როცა ტელევიზია იყო. ხოლო სამთავრობო არხები დღეს უამრავი ალტერნატიული გზები არსებობს იმისათვის, რომ მოიძიო ინფორმაცია, ხო? და ეს თაობა კიდე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ თაობაზე რო ხშირად კეთდება აქცენტები, ხო? და მათი მშობლებიც არ არიან კაცო, ხა ისეთი დიდები, ხო? 42 წლის ვარ აგერ და ჩემი უფროსი გოგო თქვა 15 წლის არის და ბევრად უფრო დიდი გოგოები ყავთ რა. კი არა და დიდი შვილები ყავთ ჩემი ასაკის იმას. ამიტომ თვითონაც ესენია თქვა მოძიება ტექნიკასთან, ბევრად ისე. ეხლა მე რა მინდა რომ ერთი თემა თუ მოვასწარით რომ განვიხილოთ რა. აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეხლა თუნდაც ხო იციან რომ თქვა აი საზოგადოებაში არის ესეთი პროტესტის მუხტი, ხო? იქ თქვა რაღაცა ჭორები დადის, რომ აი ღარიბაშვილი ძახის, რომ ხალხი არ იშლება ეს ხალხი და რა გინდოდათ და იქ რაღაც შიდა კონფლიქტები ხდება. მაგრამ ნუ კაი, თქვა. აი მოდი ცოტა იმათი პერსპექტივიდან შევხედოთ ეხლა და რას გულისხმობ. როცა ასეთ კანონებს იღებ.
უკვე ხო ცალსახად შენ ყველა ხიდს იწვავ უკან დასაბრუნებელს, იმიტომ რომ შენ უკვე ბოლომდე გაქვს გაკეთებული ფსონი იმაზე, რომ გადატეხო ხალხი. დიახ, ვაბანკ მიდიხარ. იმიტომ რომ ეს უკვე ისეთი წერტილია, სადაც, ნუ, შენ ალბათ იმედი არ დაბრუნების წერტილს უწოდებენ. აი, მოდი ესე ვთქვათ რა, ორ ნაწილად რო გავყოთ. პირველი მათი პერსპექტივიდან, ოცნების პერსპექტივიდან რო შევხედოთ და რუსეთის ჩარევით, რა შეიძლება თქვათ მათ ყველაზე მეტად აფიქრებდეთ და აშინებდეთ, რომ აი ეს გეგმა, რო წელში გადაღტეხონ და საბოლოოდ დაამყარონ ეს ავტორიტარიზმი იქნება თუ ტოტალიტარიზმი, ბოლოს ნახოთ ეს რა საკითხი იქნება. იმედი არასდროს არ გამოვუვათ, მაგრამ მათი გეგმა რა არის, მაგის დანახვა მინდა მე. ანუ პირველი რა შეიძლება მათ აშფოთებდეთ, რა აფიქრებდეთ, იმიტომ რომ გასაგებია, რას მიყვებიან, ყველამ გავიგეთ ეს სცენარი, რას მიყვებიან პროპაგანდის ხერხებიც. რა შეიძლება რომ ანერვიულებდეთ მათ დღეს და მეორე მაინტერესებს ის ადამიანები, რომლებზეც ჩვენ საუბრობდით, რომ წლები არ არქმევდნენ სახლს და ეხლაც 1000 მიზეს მოიგონებენ, 1000 რაღაცას მიედმოედებიან, რაღაც ლიბერალური ფაშიზმი ეგრევე, ეს როგორც ესე იგი მე რა დავაშავე, მე აზრი არ მქონდეს და ამ დროს აღარც შინაარს გისმენს რასეუნები და არც ახსნას აკვირდება, ხო? უბრალოდ ეს მსხვერპლის როლში შესვლა, ნუ ერთადერთი რაღაცა, რაც დარჩა, ოღონ არ ვიცი, ძალიან უცნაური кейსია, ადამიანი თამსხვრებშია, თან შენზე ძალადობს რა. ხო და აი მეორე კითხვა, რა შეიძლება გაკეთდეს ისეთი და დარჩა თუ არა რაიმე რესურსი საერთოდ, რომ აი ეს ადამიანები, რომლებიც აი ამ ყველაფრის მერე მაინც რაღაცნაირად თავის რაღაცა ისეთი ერთ ქერქში არიან მოქცეულები და აი მარტო ერთს ამტკიცებენ, რა შეიძლება, აი რამ შეიძლება ეს ადამიანები დაატრიგეროს და თუნდაც შეახედოს სხვანაირად. აი მაგალითად ირმა სოხაძე გამოვიდა, ქალბატონი ირმა სოხაძე, რომელიც იყო ფორმულაში და ისაუბრა, რომ ერთი ჩვეულებრივი კოცი ვიყავი, მაგრამ ეს რა ნახat ჩემო თვალებს. ხო, ძალიან ყოჩაღი ქალბატონია. ხო, და აი ხო, მოდი აი იმაზე რომ თუ მოვასწრეთ, ვიმშობოთ, კაი. ხო, ფაქტიურად ეხლა მინდა გავახსენო, დღეს რაღაცა ძალიან ხულიგნურად ვლაპარაკობ მაპატიეთ, მაგრამ მაინც ასოციაციით მოდის კოტე ყუბანეიშვილის, როცა ძალიან გვერხება, ახალი შანსი გვეძლება. რაღაც კიდე უფრო უძდელური სიტყვა ქონდა. არა, ერთ გადაცემაში რომ ამოწუროთ, აი რაც გიდევთ ყველაფერი. დღეს ბოლომდე ხსნილია. ესე იგი, მართლაც ძალიან, ასე ვთქვათ, ძალიან ცუდ ვითარებაში ვარ და ერთი მხრივ ეს საშინელებაა, ხო, რომ როგორ უბსკურულს ვუყურებთ თვალებში. მეორე მხრივ ეს გვაძლევს შანსს, რომ გამოფხიზდეს ხალხი შემოდგაცუნებისავით არის, ხო? შემოუდგაცუნე არის არა იმ ფილმში. შემოულაწუნე, ხო? შემოლაწუნებისავით არის. იმიტომ რომ ხო, ვეღარ დაუხურავ თვალს. ისიც სურათი შეიკრა, აი ჯიქსო ფაზლივით იყო, ხო? რა ხდებოდა ეხა ჰიბრიდული ომის სპეცოპერაციები ქვეყანაში და ეხა რამდენიმე ასეულობით 1000 რუსი შემოიყვანეს და ეხლა უცებ ვიგებთ, რომ საჯარო მოხელეები აღარ ქვიათ დეპარტამენტის ხელმძღვანელებს და მოადგილეებს და შეიძლება ქართული ენის ცოდნა სულაც არ იყოს მათთვის სავალდებო. ეს მოზაიკა, რომელიც აი ასე ფრაგმენტული იყო, სურათად იკორება, საით ცდილობენ რომ ჩაჩეხონ ქვეყანა და აი ამ შემთხვევაში აი ქალბატონი ირმა და გათვალისწინებით რომ რუს მოქალაქეებზე თემაზე არ გადავდივარ, უბრალოდ მინდა რომ ახსენებთ ესეც შევოს. ალბათ გათვლა ის არის რომ რუს მოქალაქეებს, რომლებიც შეიძლება ქართულიც კი არ იცოდეთ, გამარტივებულია უკვე რასაკვირველია. მარტივად საქართველოს მოქალაქეები და უკვე ალბათ საჯარო კარგად იკითხება ეხა სურათი გამოჩნდა და აი ხა სურათს რო ხედავს, რასაკვირველია ყოველთვის შეიძლება ესეთი ინერციული აზროვნება ჰქონდეს ადამიანს, რომ ამ შემოლაწუნებამაც არ უშველოს, ხო, მაგრამ მაინც ჩვენ ვხედავთ, რომ აი როგორ ვთქვა, ჯაჭვური რეაქციასავით ტოვებენ იმედს და ეს ღირსეულის აქციელია, ხო, პოსტივის, არქმევენ თავის სახელს მოვლენებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მერიდან წამოვიდა, საჯარო სამსახური დატოვეს, მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია ეს შემოლაწუნება. ერთი მხრივ ვითომ ასე ვთქვათ, ბლიცკრიკით გადაწყვიტეს, რომ გადავეტეხეთ საბოლოო წელში, მაგრამ სწორედ აი ამ საშინელმა, ცუდმა პროცესმა კოტე ყუბანეიშვილის ლექსისა არ იყოს, ან მეორე მეტაფორა რო ავიღოთ, რომ როცა იძირები ფსკერს უნდა დაჰკრა ფეხი და იმ ინერციით ამოხვიდე, აი ეს დაგვანახა, რომ ამ შემოლაწუნებამ დაიწყო საზოგადოების იმ
ნაწილის გამოფხიზლება, რომელიც შინაგანი ანესთეზიის მდგომარეობაში იყო, როგორც გონებრივის, ასევე სინდისიერის. და მე ვიტყოდი, რომ დღეს მორალური იმპერატივია ჩვენი, როგორც მოქალაქეების, ჩვენი თაობის, თორე ჯენზის ეს არ სჭირდება, რა ვერ გათვალეს და რაზე შფოთავენ. ვერ გათვალეს, რომ ახალი თაობა გაიზარდა თავისუფალი და ეს ახალი თაობას ვერ ატყუებ პროპაგანდით, არც უყურებს შენ ტელევიზორს, სულ უკაცრავად და კიდე ერთ სიტყვა გამახსენდა, უკაცრავად და კიდია ეს იმედი და პოზიტივი, არ შეხედავს. იმიტომ რომ ბევრად უფრო საინტერესო რამ აქვს საყურებელი, სანახავი, სასაუბრო, წასაკითხი და ასე შემდეგ. ხო და ეს ვერ გათვალეს და ეს აშფოთებთ ახლა ძალიან. არ დაგავიწყდეთ, რომ ძალიან ბევრი მცდელობა იყო თუნდაც ახალგაზრდების გულის მოგების ყიდვის. ხო, ყიდვის და ბევრი მცდელობა გაშავების მაშინ. ყიდვის, მოსყიდვის, გაშავების, დაშინების, ცემის, ძვლების დამტრევის, მაგრამ ვერ მივართვით. თან ნახეთ, აი სხვადასხვანაირი მიდგომები აქვს. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თავიდან საერთოდ ეგონათ, რომ ახალგაზრდები, აი ვიღაცა წარმოვიდგინოთ, ვიღაცა ტიპი, რომელსაც დეპარტამენტად აბარია საქართველოში ახალგაზრდების პოლიტიკური ცხოვრებიდან მაქსიმალური დისტანცირება, ხო? ამისათვის რაც არის საჭირო, ნუ კიდე ცალკე თემა. და დაიწყეს იმით, მე უცებ ეს პირველად ეს გავრილოვზე გააქტიურდნენ, მე კიდე რაღაც თემები იყო, მე ეს პილოტაჟი იყო, ასე ვთქვათ, რაღაცა და ამასობაში უკვე ისეთი უკვე ის ბავშვები, ვინც მანამდე 15-ისები იყვნენ, უკვე გახდნენ 18-ისები, აგერ გახდნენ, მოგვესწრნენ და ძალიან კიდე სხვა ანტენებზე არიან ეს ბავშვები და ამ ანტენებზე, ასე ვთქვათ, დაჯდომა არის რთული, იმიტომ რომ ეს ვერ დაჯდება, ეხლა ყველა შვილი დაჯდება თუ კალაძე დაჯდება, ორი წიგნი არ წაუკითხავთ. თუმცა ერთი რამეც უნდა ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, ოღონდ ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენ როცა ვსაუბრობდით, რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი იმისი, რომ ადამიანში რაღაცა, რა ვიცი, ცვლილება დაიწყოს, ყინული დაიძრას და ელემენტარულზე აქ უკვე პარტიებზეც აღარ არის საუბარი და არც რაღაცა სახელმწიფოებრივ საუბარი არის სწორედ რომ სახელმწიფოებრიობაზე რომ დაინახოს რომ აი რო ანახებ რომ მაგალითად პოლიცია ნახე ამოცანა აი პოლიცია და აი კრიმინალი ნახე კრიმინალი ცემს მოქალაქეს აქ და პოლიციელი დგას უყურებს და არაფერს არ აკეთებს დღეს ეს სუდია თუ კარგია სუდია მაგრამ და მე რეიწყება და აი ამას ვამბობ რომ რუსული სპეცსამსახურები არც მალავენ ამაზე გვექნება ჩვენ მეორე ბლოკში ბევრი საუბარი რუსული სპეცსამსახურები ხო არც მალავენ აი ხო ყველაფერი განცხადებულია 70-იანი წლებით მოყოლებული ხალხი გეუბნება რომ მე ჩემი ამ აქტივნაი მერაპრიაციათი მივახცევ იმას რომ შენ პირობითად ამერიკელი რომ ჩამოგიყვანოს საბჭოთა კავშირში და განახო კონცლაგერები მაინც მეტყვი რომ ეს რაღაცა არ არის ეგრე სხვანაირად და კიდე ძებნას რაღაცა ეს არის მეცნიერება რომ ადამიანს რაღაცა გონების რაღაცა ისეთ იმაზე აყენებ რომელზეც ნუ აი გაჭხერილია, გაჭერილია და ნუ რაღაცა წერტილზეა მაგრამ ეს ჩვენ თაობას ეხება ჩვენ ჩემ შემდგომ თაობას ეხება ეს არ ეხება ახლა არა ამათ არა მე ახალგაზრდები მეგეუნები ხო ამათ არ ეხება და ამიტომ ეს ვერ გაითვალა და ვერ გაითვალა კიდე რომ იგივე 14 აპრილის ტრავმა გააღვიძეს ახლა ამ ბოლო ეს უკვე ბოლო გაჩერება არის რომ კარგი არ გამოფხიზდა როცა გავრილოვის ღამე მოხდა არ გამოფხიზდა როცა საყდრის იაფეთქდა არ გამოფხიზდა ადამიანი როდესაც ასეულობით 1000 რუსი ჩამოსახლდა არ მოკლედ ბევრ რამეზე არ გამოფხიზდა მაგრამ უცებ ყოფდა ჩაირთო ის 14 აპრილის ამბები იმიტომ რომ დღეს ეუბნებიან რომ აღარ არის აუცილებელი ქართული ენის ცოდნა ხო და გასაგებია აი ამ სრული სურათის გამოჩენას უნდა ვუმადლოდეთ რომ მე მგონია რომ ეხლა აი კიდე ერთხელ გავიმეორებ მორალური იმპერატივია არ ვთხოვთ ამ ხალხს ვთქვათ ვინც ამდენი წელი ვთქვათ კონფორმისტობდა არ არქმევდა ვისაც დასწავლელი უსუსურობის სინდრომი აქვს ან ვინც ვთქვათ ერჩივნა რომ კომფორტის ზონიდან არ გამოსულიყო ან რაღაცაში ისე ჰქონდა გმირობას არავის არც ჩვენ თავებს არ ავთხოვთ გმირობას ხო თავარია მორალური პოზიცია რა არის ეხლა უბრალოდ თავი არ მოვიტყუოთ და დავარქვათ მოვლენებს თავისი სახელი და ეს დაგვეხმა ეს მისცემს საყდნეს ჩვენ ახალგაზრდებს რომ აი ეს ლოკომოტივი არიან მაინც ამ ცვლილებების და ამითი გავუმაგროთ ფლანგები და ზურგი გავუმაგროთ იმითი რომ ჩვენი თაობა შეწყვეტს საკუთარი თავის მოტყუებას. დასაკვირველია ხა ძალიან ვაზოგადებ და ყველაზე არ ვლაპარაკობ უამრავი ლოკომოტივი არის ჩვენს თაობაში და ასე შემდეგ, მაგრამ მე მაინც უფრო მიმართ ამ
ადამიანებს, თქვათ, ვინც დღემდე დუმს, ვინც დღემდე, თქვათ, ლაპარაკობს, რომ დიალოგში უნდა შეხვიდე, ჯერ ჩაგილეწონ ცხვირპირი, მერე დიალოგში უნდა შეხვიდე, ვინც თავს იტყუებს მოკლედ. ხო, აი მიზეზების გამო. ხო, სხვა მიზეზების გამო, რომ ეხლა გმირობას არავის არ ავთხოვთ, უბრალოდ დავარქვათ მოვლენებს საკუთარი სახელი, ეს არის ისეთი რამ, რაც გადაარჩენს თქვენ შვილებს მორალური ჭრილობისგან. აი ხა წარმომიდგენია ქალბატონი ირმა შვილები რა ამაყები არიან, ხო? ხო და აი ისინი კი ვინც ძალდობას დღეს ამართლებენ, იმ მოტივით რომ თქვათ შვილს სარჩოსაბადებელი არ მოაკლონ, აი გავა ცოტა ხანი დისტანცირდება მათი შვილი, ცოტა წამოეზდება და შერცხვება თავისი მშობლის. და ეს ტრაგედია იქნება, ეს მოუშვებელი ჭრილობა იქნება და ამიტომ აი ძალიან ხშირად ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ჩვენ აგვიგზავნეს ნიღბების ტარება, მაგრამ პრინციპში არც ვატარებდით არასოდეს, ხო? მადამაინც ახლა როცა წამლავენ, კი, მაგრამ ალბათ ჯანა თქვენ წინა ფრონტზე იყავით ნიღბებით, ახლა არ გიდათ კოვიდის დროს. ხო, კოვიდის დროს. მაგრამ ბატონი ხართ ჩემი. დღევანდელ დღეს ნიღბოსნები და უსახურები სწორედ თვითონ არიან და აი ამ უსახურობას სახის დაკარგვას და სახის დაკარგვა ვიცით როგორი ძლიერი მეტაფორაა, სახე დაკარგეს პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობითაც და აი ამ სახის დაკარგვას შვილი არაპატიებს და დღეს ვითომ ამ შვილისთვის კომოსტბაზე დაასვენოს რაღაცას აკეთებს ადამიანი და ხვალ ის შვილი შემოუბრუნდება და ეტყვის მამა მე შენ პატივს აღარ გცემ. და მე როგორ აპირებს რომ გაუმკლავდეს. ამიტომ დავარქვათ მოვლენებს საკუთარი სახელი, გადავსინჯოთ ჩვენი ასე ვთქვათ პოზიცია და დავდგეთ ნათელის მხარეს და სახე შევინარჩუნოთ. ნუ დავკარგავთ სახეს. მადლობა ძალიან. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ჯანა, რომ სამწუხაროდ ამ მოგვეწურა თქვენთან სასაუბრო დრო და ხო, ნამდვილად მეც აი რამდენიმე დღის წინ მქონდა საუბარი დედაჩემთან, რომ ანუ რაღაც მომენტში ყველა ადამიანის ცხოვრებაში ალბათ დგება მომენტი, როდესაც არჩევანის წინაშე დგები, რომ გააგრძელო ცხოვრება როგორც მორალურმა არსებამ. თუ გახდე აი რაღაც არ ეგეთი განცდა მაქვს რომ ამ ხელისუფლებამ გაანივთა დღეს ძალიან ბევრი ადამიანი აქცია რაღაც ინსტრუმენტად და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს ადამიანები აუცილებლად როგორც თქვენ ამბობთ შეინარჩუნებენ ხო ნუ ყოველ შემთხვევაში უფრო მეტია ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ჯანას ჩვენ კი გავალთ რამდენიმე წუთიან სარეკლამო ჭრაზე და ძალიან მალე დაგიბრუნდებით ძალიან საინტერესო სტუმრით და ძალიან ასე რომ დარჩეთ ჩვენთან კი და დაგიბრუნდით ისევ და როგორც უკვე ეკამ გითხრათ, ძალიან საინტერესო ბლოკი გვაქვს, სტუმრათა ძალიან საინტერესო ადამიანი გვყავს, თეონა ბაღდავაძე, საზოგადოებრივი კომუნიკაციების ექსპერტი. სულ უფრო და უფრო ხშირად სოციალურ ქსელში ხდება ხალხი, რომელიც აშიარებს შენ ვიდეოებს სხვათა შორის და მე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ თვითონ ეგ თემაც მეც დიდი ხანია მაინტერესებს, სულ რაღაცნაირად ვცდილობ სადმე თუ გადამეყრება, ეხლანდელი იქნება თუ ძველი იქნება, რაც პროპაგანდას ეხება, ყველაფერი რა თქმა უნდა ცალკე კიდე გაინტერესებს, რომ გინდა როგორც შტირლიცი იტყო და რა ქვია იმაში 17 გაზაფხულის 17 გაელვებაში მიულერს ეუნება რა რაღაცას ციტირებას ბიბლიიდან და თქვენ რაღაცა ძალიან კარგად იცით ეს ქვია ძველი აღთქმაო და მტრებსო ხომ უნდა იცნობდეო რა იდეოლოგია აქვს და აქედან გამომდინარე დღეს როდესაც ამდენს და დაუსრულებლად საუბრობთ ჰიბრიდულ ომზე, იქვე უნდა ვიცოდეთ მაშინ ამ ჰიბრიდულ ომში თქვა როგორ უნდა მოვიქცეთ, რა არის ინსტრუქციებია, ხო? ნებისმიერ ამას გვერდითი ჩვენებები აქვს და იმას ძირითადად გვერდითი ჩვენებები აქვს. რა ეტაპზე ვართ ხა მოცემულ მომენტში, მაგრამ მე ეგეთი განცდა მაქვს, რომ ძალიან ღრმად შემოვიდა უკვე. ხო, ეს ეხა ეს ბოდიში პირველივე კითხვაზე რომ გადავიდეთ, აი ჩვენ არ მინდა რომ წავიდეთ ძალიან საზღვარგარეთ და ზოგადად გლობალურად რაც ხდება, თუმცა ამაზეც მოგვიწევს, იმიტომ რომ ეს ნარატივები რაც აქ ხდება, რაღაცა გარკვეულწილად სხვა რაღაცეების გაგრძელებაც არის, რაღაცა მეთოდიკები, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში გამოყენებულია, თუნდაც რუსული პროპაგანდის. აი, რო დავიწყოთ თუნდაც საქართველოში ლოკალურად ქართული ოცნების პროპაგანდით. ანუ რა ძირითადი მესიჯ ბოქსებია, რომლებიც და რაზეა გათვლილი ეს მესიჯ ბოქსები? დავიწყოთ იქიდან, რომ პროპაგანდა თვითონ არ არის ნეგატიური კონტექსტის მატარებელი სიტყვა, ეს არის მცდელობა, რომ ადამიანთან მიიტანო ინფორმაცია, ცხადია ამან შეიძინა უფრო და უფრო მძიმე სახე, იმიტომ რომ სხვადასხვა რეჟიმები იყენებდნენ, კი ბატონო, სხვადასხვა რეჟიმები იყენებდნენ საკუთარი ცუდი მიზნებისთვის და ერთ რამეს ვიტყვი, რომ მთავარი პროპაგანდისტი, რომელიც ჩვენ ვიცით გებელსი, ძალიან მძიმედ დაასრულა თავის ცხოვრება მის ოჯახთან ერთად ჩავიდა
წავიდა და დახოცო ოჯახის წევრები და თავი მოიკლო, მაგრამ რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ მთავარი პრობლემა რაც არის, რომ ხშირად პროპაგანდისტები თვითონაც იჯერებენ, რაზე საუბრობენ. აი ეს არის ნომერ პირველი საშიში, რასაც მე უყურებ ჩვენ პრემიერ-მინისტრს, მგონია რომ მას ჯერა, რასაც საუბრობს, მას ჯერა რომ ეს არის მისი შინაგანი მდგომარეობა და რატო აკეთებს ადამიანი ამას თავის ფსიქოლოგიური ახსნა აქვს. როდესაც მე ვამბობ რაღაც ტყუილს, ჩემში რაღაც დისკომფორტი არსებობს და ვერ ვხვდები ამ ტყუილს რატო ვამბობ. ამისთვის არსებობს ორი გზა. ერთი არის რომ მე გავამართლო ეს რომ რაღაცა უნდა მივიღო და მეორე გავამართლო ჩემ თავთან რომ მე ვარ შენზე ჭკვიანი და შენზე მეტი ვიცი. ჩვენ გადავედით პროპაგანდის ყველაზე რთულ ბოდვით აშლილობაში და სულ რაღაცა წიგნებიდან და ფილმებიდან მომაქვს ციტატები, მაგრამ ერთადერთი რაც ახლა მახსენდება ამ ბოლო პერიოდში არის ცისფერი მთები, იმიტომ რომ აი გრენლანდიის ხაზს რო გავყვეთ, აი თუნდაც ნაძვის ხე, რომელიც არაფერი განსაკუთრებული მოცემულობის მაჩვენებელი არ არის. ამ მთავრობამ აქცია თავის პროპაგანდის ძირითად ნიშნად, ძალადობრივი პროპაგანდის ძირითად ნიშნავს, რომ ავანთებ თუ ვერ ავანთებ ნაძვის ხეს და მივიღეთ სრული გროტესკი. აი ცირკზე მეტად ალბათ აი გროტესკი, იმიტომ რომ თეატრი შენ ჩემზე კარგად იცი, რომ უყურებ რაღაცას და ხვდები, რომ არ შეიძლება ნაძვის ხესთან იდგეს 150 შავებში ჩაცმული პოლიციელი. რას აკეთებს ამით მთავრობა და რას აფუჭებს ამით მთავრობა. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ეს კადრი ალბათ დარჩება, რამდენიმე კადრი იქნება ამაზე ვილაპარაკებ, ამ მთავრობის სახეთ. აი ნაძვის ხე და ქვემოთ 200 შავნიღბიანი, ალბათ Hunger Games შიმშილის თამაშების ძალიან მაგარ რეჟისორს რო ენახა, მოკვდებოდა შურით, რომ ესეთი მაგარი კადრი თვითონ ვერ მოიფიქრა. ეს მთავრობა ურევს, აი ჯანამ მისაუბრად, ცდილობს, რომ ამოგვაგდოს აზროვნების ჩარჩოებიდან და ერთმანეთისგან დაუკავშირებელი, როგორც არის ძალადობა და როგორც არის მაგალითად ეს ნაძვის ხე დააკავშიროს ერთმანეთს. ხშირად ამას აკეთებს ტერმინი ლიბერალური ფაშიზმი. აი ეს ვიდეო იყო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაზიარებადი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ რაღაცა ტერმინები გვესმის, მაგალითად როგორც ორი საქართველო, ამაზე ცალკე აუცილებლად უნდა ვისაუბრო და გგონია რომ ამ ტერმინს აქვს არსებობის უფლება და ლიბერალური ფაშიზმი მოდის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხარისხის სამეცნიერო წიგნისგან, იმიტომ რომ დღესდღეობით თუნდაც სამეცნიერო მიმართულებით ძალიან ბევრი ისეთი ნაშრომი გამოდის, რომელსაც ვალიდაციის უფლება არ აქვს და ეს არის ორი ისეთი მეტაფორა, ალეგორია, რომელსაც არსებობის უფლება აქვს მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურაში. მზიანი ღამე. მზიანი ღამე რას ნიშნავს? მზიანი ღამე არ არსებობს, მაგრამ ეს არის ალეგორია, რომ გვაჩვენოს რაღაცა კონკრეტული მხატვრული ღირებულების მქონე მოქმედება. თუმცა ლიბერალური ფაშიზმი, როგორც ტერმინი, არის ძირითადად იმ ადამიანებისთვის, ვინც გატაცებულია კონსპირაციული თეორიებით. ჩემმა ერთმა ძალიან ნიჭიერმა მეგობარმა, თინა თიმბრეგვაძემ, რომელიც არის დიპლომატი, დაწერა ძალიან კარგი სტატუსი დღეს და მინდა რომ გამოვეხმაურო ამ სტატუსს და თქვა, რომ იცი რა არის ხშირად ჩვენ, როდესაც ისეთი ალოგიკური სიტუაციების წინაშე ვდგებით, ვიწყებთ ამის ახსნას კონსპირაციული თეორიებით და რეალურად ყველაფერი დადის ერთი ადამიანის ფულზე. ანუ ჩვენ ამ ალეგორიებში, ამ რაღაც ბუტაფორიულ ინსტიტუტებში ვიხარშევთ მხოლოდ იმიტომ, რომ ბიზინა ივანიშვილმა შეინარჩუნოს საკუთარი ფული. აი ეს ფოკუსი არ უნდა დავკარგოთ და დანარჩენი ისტორიული წიაღსვლები, რამდენად არის ეს პროპაგანდისტული მეთოდი საბჭოთა თუ არის ფაშისტური, იმიტომ რომ განსხვავება იყო ეს ორი მიმართულება, ეს უკვე მეორე საკითხია. ძირითადი ფოკუსი არის, რომ ეს კაცი აქ არის იმისთვის, რომ შეინარჩუნოს თავისი ფული. და როდესაც ჩვენ ამ კითხვას უკვე აღარ დავსვამთ, მე ყველაფერი გამარტივდება, იმიტომ რომ მე გემოვნების და დისკუსიის საკითხი ეს ნამდვილად შეიძლება იყოს, რომ არის თუ არა ეს პროპაგანდისტული მეთოდოლოგია უფრო გერმანული თუ უფრო საბჭოთა. აი ამაზე შეგვიძლია დიდი ხანი ვიდაოთ, მაგრამ ეს მგონია ეხლა არ არის. ორივე
ის არის ნაზავი. ამათ აქვთ რაღაცა ჰიბრიდული ნაზავი 90-იანების, ცოტა ჩცდს ბაბულიკების, ცოტა იქ რაღაცა 37 წელი, ცოტა ფაშისტური გერმანია და მიიღეს აჯაფსანდალი, ცუდი გაგებით ძალიან გემრიელი საჭმელია, იმიტომ რომ თვითონ ის ადამიანებიც ვინც ამ პროპაგანდის სათავეში არიან, იციან რაღაც ტექნიკები, მაგრამ არ იცნობენ აი ჯანე რასაც ამბობდა თანამედროვე ადამიანს. ჩვენ ახლა რაზეც ვსაუბრობთ, აი ის ერთი ვიდეო, რომელმაც დიდი დისკუსია გამოიწვია, ამაზე 37 წელს ეს არ არის ახლა სიახლე, დაიწყეს წერა 10-12 წლის მერე, ანუ 10 წელი დასჭირდა ადამიანებს გაეანალიზებინათ, რატო იქცეოდა მთავრობა უსამართლოდ. ჯანამაც ახსენა, რომ ეს იყო მოსახლეობის დისციპლინირებისთვის, რომ ყველა შეიძლება ვიყოთ დამნაშავე. მე რო შენ გიყურებ, ან ილოს რო უყურებ, შეიძლება ვიფიქრო, რომ შეიძლება დღეს ილოს მოაკითხოს მანქანამ, ან თეონას მოაკითხოს მანქანამ და ვიყო ყოველთვის მოჭიმული. ამიტომ ეს უსამართლობის განცდა ზუსტად ამიტომ შემოიტანეს, რომ ჩვენ ერთ დღეში გავშიფრეთ. ვერ დაეწივნენ, თუმცა ეს ყველაფერი უფრო და უფრო საშიში ხდება, იმიტომ რომ რაც უფრო იკლებს პროპაგანდის ძალა, იმატებს ტირანიის ძალა და იმატებს ძალმომრეობა. ერთი რაღაცა მინდა ვთქვა და აქედან დავიწყებ. როდესაც ჩვენ მივიღეთ შარშან კანდიდატის სტატუსი, ჩემ რამდენიმე მეგობარს ვუთხარი, რომ ეხა შეხედე მეთქი ამას სახეზე, რანაირად გაუხარდა თქო და ნუ ამათმა დაიწყეს ჩემი გაქილიკება, რომ შენ ხო ყველაფერზე შენი აზრი უნდა გქონდეს და აი რაღაცნაირად თითქოს ვიყავ ისეთი ადამიანი, რომელიც უბრალოდ იმიტომ საუბრობდა, რომ ესაუბრა და მე ვთქვი, რომ გავადრო, არ მეგონა რომ ერთ წელიწადში მოხდებოდა და შენ მიხვდები მე რაზე ვსაუბრობდი თქო. რეალურად კანდიდატის სტატუსის მიღებამ ჩვენი დეზორიენტაცია როგორც საზოგადოების გამოიწვია, იმიტომ რომ გვეგონა რომ ეს ამ ხალხის დამსახურება იყო. ცხადია ამ დროს მოხდა, მაგრამ აბა შევხედოთ სხვანაირად, ერთი წლის თავზე ამათმა გადაგვახიას თავზე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ისევ და ისევ ძირითადი ფოკუსი არის, რომ რუსეთმა შეუნარჩუნოს ამ კაცს ფული და აქედან გამომდინარე ის ყველაფერს იზამს და მიუხედავად იმისა, რომ კონტექსტს აქვს მნიშვნელობა, იმ პერიოდში ძალიან ბევრი იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ფაქტიურად ოცნება ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ეს კანდიდატის სტატუსი არ მიეღოთ, რომ ეს იყო ევროპელი ხალხის, ასე ვთქვათ, ევროკავშირის საჩუქარი და კეთილი ნება ქართულ ხალხს მისწრაფებების გამო. თუმცა რთული იყო ამაზე ხმამაღლა საუბარი, იმიტომ რომ ამაზე საუბრობდნენ ან ოპოზიციური სპექტრის ადამიანები და ის ხალხი, ვისაც ესეთი პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონდა, აი გაზლაითინგს რასაც ეძახიან, არ ვიცი, რაღაცა ერთი ვიდეოა, როდესაც რაღაც ორი ადამიანი საუბრობს, მესამე მოდის და ელაპარაკება რაღაც თემაზე, ერთი ვერ ხვდება. ანუ რეალურად თემა იყო, რომ ჩვენ გვიკეთებდნენ თანამედროვე ახალგაზრდებმა ძალიან კარგად იციან ეს მეთოდოლოგია, სხვა შორის ბევრად კარგად ერკვევიან პროპაგანდაში და სიმართლეს გეტყვი, რომ TikTok-ზე იმდენად საინტერესო კონტენტს ქმნიან, თუნდაც ქართველი ახალგაზრდები, რომ მე თვითონ მიკვირს, იმიტომ რომ ამდენი წელი ამას ვსწავლობ და უცებ შეიძლება ისეთი კუთხით დამანახონ, რომ გაოცებული ვარ, იმიტომ რომ ტექნიკას იცნობენ ძალიან კარგად. რომ ვუბრუნდეთ ისევ ამათ ერთ ძალიან ორ მავნებლურ მესიჯს, ღირსებით ევროპისკენ. აი რას ნიშნავს ღირსებით ევროპისკენ? ღირსებით ევროპისკენ აქ მთავარი სიტყვა არის ღირსებით, იმიტომ რომ სიტყვა ღირსება შეიძლება ნიშნავდეს ძალიან ბევრ რაღაცას. და ვისთვის რას ნიშნავს? და ამ შემთხვევაში, როდესაც მე ვსვამ კითხვას, რატო ღირსებით ევროპისკენ, მე ვეძახი ამას აბას პრინციპს, რომ პასუხობ აბა უღირსად? ესე იგი, მთავარი თემა არის, რომ შენ მე იმაზე კი არ მესაუბრები ევროპაში მივდივარ თუ არა, არამედ აკეთებ აქცენტს ღირსებაზე. ამ ღირსებაში ისეთ მავნებლურ პროპაგანდისტულ მესიჯებს დებ, რომ ეროვნულობის დაცვლით, როგორც არის ადამიანების დამცირება, მათი ცემა, თუნდაც მათი ორიენტაციის, მათი შეხედულებების რელიგიასთან მიმართებაში და ასე შემდეგ და ამ ყველაფერს არქმევ ღირსებას. ესეც არის დისტოპია, იმიტომ რომ როგორ შეიძლება რაც მხეულის წიგნი ბევრს აქვს წაკითხული და იქაც ყველგან ყველაფერი კეთდება სიკეთის სახელით. არავინ არ მოდის და არ გეუბნება რომ ბოროტი ვარ. ერთადერთი აი რა ვიცი, ეხლა უკვე ამ თავის აღარ იყო. იქაც ყველა. რა თქმა უნდა, უმბერტო ეკო, ვიცით ეხლა მთელი წიგნები, ფილმები, არავინ არ საუბრობს იმაზე რომ არის ბოროტი. შენ უნდა მიხვდე რომ ის ბოროტია და ამათმა იმდენი სიგნალი მოგცეს და იმდენი წითელი დრო შეაგვიფრიალეს წირო, კიდე თუ არ მივხვდით, რა ვიცი, ჩვენში ყოფილა პრობლემა ნამდვილად. და ღირსებით ევროპისკენ, ღირსება სიტყვა ჩაამატა ზუსტად იმიტომ რომ შენ გეფიქრა რომ თუ ჩვენ ევროპისკენ ღირსებით ვერ მივდივართ, ესე იგი საერთოდ არ გვინდა ევროპა. არა და გვინდა ევროპა და თან არავინ არ გთხოვს
იწვევს იქ უღირსობას. ესეც არის მათი პროპაგანდისტული გზა, რომ მე მაფიქრებინოს, რომ მე თუ ევროპამ არ მიმიღო ჩემი რაღაცა გაუგებარი ადამიანის უფლებების დამცირებაზე დამყარებული. აი 90-იანებში რაც იყო, ხო? ეხლა შენ ისე გიყურებ, გეგონება მართლა შაგუხარ. მეც გავდივარ ხოლმე. ხო, მეც გავდივარ ხოლმე ჩემი ჩარჩოებიდან, რომ აი რაღაცა არაადეკვატური დამოკიდებულებები ადამიანების მიმართ, თუმცა მოდი ისიც ვთქვათ, რომ ამათმა 90-იანებში თავარი პრინციპებიც დაარღვიეს ტუტუშკებთან ერთად. იმიტომ რომ არც ერთი ბიჭი, რომელსაც ჩვენ ვეტრფოდით მოგწონდა, ხელს ქალზე არ აწევდა, მით უმეტეს ნიღბით დაცემულ ადამიანს. ანუ ამათმა ყველანაირი ინსტიტუტი, კაი ბიჭების ინსტიტუტის ჩაწვლის კი ბატონო. და ერთს ვიტყვი კიდე და მე შეგვიძლია კიდე მეორე თემაზე გადავიდეთ. ეს არის რა განსხვავება არის ინსტიტუციურ ბუტაფორიასთან და ინსტიტუტებთან და ყველაზე მეტად მე რატომ ბრაზდები ამ თავრობაზე. შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან არასწორი იყოს იმის თქმა, რომ აი რაღაცა ამაზე ძალადობაზე მეტად მე სხვა რამე მაბრაზებს, მაგრამ მე მაბრაზებს ის, რომ ამათმა ყველა ინსტიტუტი გადააქციეს ბუტაფორიად. რაც არსებობდა საბჭოთა კავშირში სასამართლო არსებობდა, რა მოსამართლეები მაშინ არ იყვნენ, რა ეს არ იყო პროკურორიც იყო და ადვოკატებიც არსებობდნენ, მაგრამ ეს ყველა მიცოდა, რომ იყო აბსოლუტურად ბუტაფორია. საქმეებიც არსებობს იქ, სადაც წერია ვინდისთვის დაიჭირეს, ზოგი სამშობლოს ღალატისთვის დაიჭირეს, უბრალოდ ამაზე მინდა, ყველაფერზე მინდა რომ ვისაუბრო, ხალხის ტრობისთვის დაიჭირეს, ზოგი რაღაც აგენტობისთვის, რასაც ეხლა გვიპირებდნენ და გვიპირებენ, იმიტომ რომ ჯერ ეს კანონი კიდევ აქტიურია. ამათმა ყველა ინსტიტუტი აქციეს ბუტაფორიად. მე მაგალითად მირჩევნია ვიცოდე, რომ არ არსებობს სასამართლო. აი ვიცოდე, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს, იმიტომ რომ იქ რომ მივდივარ და რეალურად ვხედავ ადამიანს, რომელიც უბრალოდ ასრულებს მსახიობის როლს და მას არ აქვს თავისუფალი ნება, როგორც უნდა მოიქცეს და არ აქვს არანაირი ეთიკა, რომელიც მის პროფესიულ ღირსებას განაპირობებს, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ამოვარდნილი ვარ ჩარჩოებიდან, იმიტომ რომ მეუბნება, რომ მიმართე სასამართლოს, რაც უკრეს პატრონს. მე მაგალითად ამ დროს სასამართლო პროცესი რო იყო ჩეჩინეზის, რო გამოვედით იქედან, პატარა დარბაზში ჩაატარეს სპეციალური ხალხი არ შესულიყო და მე რაღაც მომენტში აი მანდ მივხვდით რომ იქ რაღაც აუცილებლად საშინელება ხდებოდა ძალიან დიდი ჯარი პოლიციის ჩააყენეს სასამართლოს კიბეებზე ანუ ესე ვუყურებდი აი მართლა ნაძვის ხის და პოლიციელების კადრის არ იყოს ვხედავდი შენობას სადაც ჩემს უფლებებს უნდა იცავდნენ და ჩემსა და ამ შენობას შორის იდგა სტრუქტურა რომელიც ასევე უნდა იცავდეს ჩემ უფლებებს. კი ბატონო. მივხვდი რომ აღარც პოლიცია არსებობს, აღარც სასამართლო, ეს ყველაფერი არის უბრალო ფარსი ჩვეულებრივი. აი ზუსტად ამ ბუტაფორიის მიმართ მაქვს ყველაზე დიდი ბრაზი, იმიტომ რომ და იგიწევს კიდეც მე ძალადობას და ყველაფერს აძლევს შესაძლებლობას, რომ ცხადია ძალადობას და უნდობლობას და დემორალიზაციას რაღაცა რამდენიმე პრობლემასაც უშლის. რა თქმა უნდა. ეს ინსტიტუტები ახლა ბუტაფორიულია თუ რა არის, ანუ ადამიანის მოქალაქეს ვერ ექნება განცდა რომ არის სახელმწიფოში სულ ქართული ოცნების ხარდამჭერი იყოს მაინც ვერ ექნება უბრალოდ შეიძლება მას ეს რაღაცა პერიოდი მიაჩნდეს რომ არის გარდამავალი პერიოდი და აქ ისევ შემოდის მე ის დიადი მიზანი რისთვისაც ეს კეთდება რომ ცოტა ხანი გავიჭირვოთ ცოტა პაცა გეილახება ვინც ხა ცოტა იგი იქნება მაგრამ ახლა მიზანზე აბა სხვანაირად როგორ მიაღწევ ამას და აქედან გამომდინარე ფიქრობენ რომ აი ისევ რომ დღეს ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდება თან ჯერაო ეხლა რა ხან ამბობ იმიტომ რომ ყოველხიზე ლიბერალური ფაშიზმის საქართველოში. მას ჯერა თვითონ უნდა დაიჯეროს, რომ ამას ჩვენ გვაჯერებს. დამაჯერებელი იყოს. და კიდევ ერთი რამე მინდა თქვა ისტორიის შეცდომების გამეორების. ადამიანი არა ადაპტირებადი არსება, ხო? ყველანაირ სიტუაციას ერგება და უსამართლობასაც ერგება. აი მე ამის მეშინია ყველაზე მეტად, რომ აი ყველაზე ჩემთვის აი რაღაცნაირი ხო რაღაც ვიდეოები ხა ანდროს სასამართლო იყო ადამიანები აღარც მახსოვს ვინ დაიჭირეს უკვე ნებისმიერ ჩვენგანი რომ ნახო იქ აღარც მე მახსოვდება დაიჭირეს თუ არა იმდენად აი ამათმა დღემ ამომაგდო ჩემი ჩარჩოებიდან ეხლა როგორ წარმოგიდგენია რომ არ მახსოვდეს უსამართლო ადამიანი მაგრამ უცებ შეიძლება გამომრჩეს ჩემი ვიდეო რომელმაც აი მართლა ისე ვტიროდი რომ ვერ გავჩერდი ეს იყო ბიჭი რომელსაც სმენა აქვს შეზღუდული ვერ გაიგო და ცემეს და აღმოჩნდა რომ მას აქვს ლეიკემია და
ამ ვიდეოს რომ ვუყურე და ვიფიქრე რომ ეხლა მე რო ეს გავატარო რაღაცა ემოციის გარეშე მე უბრალოდ ცხოველი ვარ იმიტომ რომ ადამიანს ცხოველისგან განარჩეს მხოლოდ მორალური კატეგორია აბა შვილი ცხოველსაც უყვარს იმიტომ რომ ის ინსტინქტია მეტი არაფერი და თანაგრძნობა იმ ადამიანის მიმართ რომელიც შენთან იმ მომენტში არაფერ შუაში არ არის ეს გაქცევს შენ ცხოველად და ჩვენ თუ ამ რეჟიმთან თანაცხოვრებას ვისწავლით ჩვენ ცხოველები გავხდებით და გავხდებით ადამიანები ვისთვისაც მართლა რაღაცა ჭინჭი და ესა მოგზაურობა იქნება პრიორიტეტი. მე ბოდიში ერთი სკრინი უნდა წავიკითხო ელენე ხოშტარია წერს აი 2 წუთის წინ დაპოსტა Facebook-ზე გულისხმობს ახლების ოფისს ჩვენს ოფისს ჭავჭავაძეზე ეხლა პოლიცია უტრიალებს მომწერეს მაგ ოფისში გქონდა მხოლოდ სენდვიჩები და ყავათ ესეოს აქციებისთვის პიროტექნიკა სახლში მაქვს ნიკოლაძის 3 ნომერში თუ გეახალწლებათ მობრძანდით მან და არაფერი არ გვაქვს თუ მაინც გინდათ შესვლა დამირეკეთ გამოგისეირნებთ იდიოტებო ასე წერს ელენე ხოშტარი ანუ აი ეს რაღაცა გაუჩერებელი ვითომ ანუ ხო რაღაც ტერორს აგრძელებენ თითქოს რა აი დაუსრულებლად მოდი აი ტერორში კარგად რო ნახე ხრის თქმა შეხედე ამ რასაც აქ აკეთებენ ნაწილობრივ შენ ამბობ რომ ჯერაო მაგრამ შეიძლება ეს უბრალოდ რაღაცა სკილი იყოს ეგეთი რომ ანუ აი გააზრებულად რომ იჯერებ ისათვის რომ იყო დამაჯერებელი მე როგორც მსახიობი რომელიც შედის როლში იმისთვის რომ გარდასახვა მოახდენოს კი ბატონო წლების განმავლობაში რომ ამას ხშირად აკეთებ ჩვეულებრივი ამბავი რუტინული ამბავი ხდება თუმცა არც იმას არ გამოვრიცხავ რომ გარკვეულწილად რაღაცა სერიოზული შეთქმულებების თეორიების ჯეროდეთ ადამიანებს იმ წრეში პირველ რიგში ბიძინეს შემდეგ უკვე რომც არ ჯეროდეს დაიჯერებს რომ ისეთი ამბავი უბრალოდ აი კითხვის ფორმა მინდა მივცე რა და მე შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ ანუ რა აი ჯანასთანაც ვიკითხე მე სად შეიძლება ხედავდეს ქართული ოცნება აი თუნდაც ახალგაზრდების თემაზე რომ თქვი რომ არ იცნობენო და ანუ იმაზე არ ჭრის შენ იცნობ ძალიან ბევრ მეთოდიკას და მოდი ვთქვათ რაც გამოიყენეს რა არ გაჭრა და რა შეიძლება მომავალში გამოიყენონ კონკრეტულად ახალგაზრდებთან მიმართებაში მოდი დავიწყებ იქიდან რომ არაფერმა არ გაჭრა მე ხა ამ მთავრობას კარგად ვიცნობ და მეცინება და ხოლმე რაღაცებს მაგალითად დაანონსეს ახალგაზრდობის სამინისტრო თუ რაღაცა ესეთი ორგანო რომელიც აი მართლა შეცოდეს გროტესკული რაღაც მე მგონი ზნეობის და მორალის რაღაცა ის რო იყო ეთიკის სტილობის და ესთეტიკის დაახლოებით ამ ტიპის დაწესებულება იყო სადაც ვიცნობ იმ ადამიანს რომელიც ამ რაღაცა აბოდვითი აშლილობის ხელმძღვანელად მიიყვანეს და ესე იგი ეს ამ ადამიანს უნდა აღეზარდა რეალურად ახალი თაობა ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მანქანა იყო რომელსაც საერთოდ არ გაჭრებდა ამ ხალხს საერთოდ აღზრდა არ ჭირდება ეს სხვა ადამიანები არიან რომლებიც მე ჩემ შვილს და ვერ მივუთითებ იმიტომ არა რომ ცუდი ან კარგი ვარ უბრალოდ ვერ მივუთითებ ისეთ რაღაცაზე რისი გაკეთებას თვითონ არ უნდა ამისთვის უნდა მოვძებნო მილიონი გზა თან ბევრად მეტი ავტორიტეტი მაქვს ვიდრე მთავრობას ჰქონდა ახალგაზრდებთან პირველი იყო ამათი ბავშვო ეხლა მაშინ ჩაგიტარებ აღზრდელობით მუშაობას და მიხვდნენ რომ კონტაქტი ჰქონდა დაკარგული ერთადერთი რაც შემორჩათ ალბათ ის რაღაცა აქტივისტების რაოდენობა რომელიც ნუ უკვე გაიზარდნენ ისინი იმიტომ რომ 2012 წელს ის რო იყო 18 წლის ეხა არის უკვე აღარ არის ახალგაზრდობის კატეგორიაში და ამ ახალთაობას არ ეკაიტიპება ეს ამათი რაღაცა აღზრდელობითი თითისქნება ერთადერთი რაც კიდევ ძალიან სასაცილოა პარადოქსია რომ თითქოს უნდათ რაღაცა დასავლეთთან განეახლებინათ ურთიერთობა იმიტომ რომ რუსეთში შენ ვერცერთ ვერ დამისახელებ ყოველ შემთხვევაში ვერცერთ ადამიანს რომელიც არის 18 20 25 წლის და გეტყვის რომ რუსეთში მინდა წასვლა იმ რაღაც უბნელესი ალბათ მართლა ბრიგადას მეტი რომ ფილმი არ აქვს ნანახი და ისინიც ცოტანი არიან კიდე ამაზე მინდა გავაკეთო ხო ამას გავაგრძელებ და მე ვიტყვი მეორე მეთოდოლოგია იყო ამათი იგნორი. ჩვეულებრივად როგორც ცდილობ, ეს ჩვეულებრივი მეთოდია, რომ აი ეს პატარები, ბავშვები, მშობლებზე ზეწოლა, აი რაღაცა გაშავება, იქ ვიღაცა მიცეკვა, ვიღაცა მიმღერა, მე საერთოდ ამ გამლები აქვს. ხო, აი ესეც, იმიტომ რომ იმ ბებოსაც, რომელიც არის, თქვათ, აბსოლუტურად აი ქოცბაბო, მე მგონი თეოლეჟავა, რანაირად მეტყველებს და საერთოდ როგორი ქოცალა ბაბო, როგორი ნიჭიერი გოგოა. ქოცალა ბაბოებსაც კი ყავთ
შვილები და შვილიშვილები, რომლებსაც ან ტატუ აქვთ, ან ცხვირი აქვთ გახრეტილი და ან თუ არა აქვთ ეგეთ მეგობრებს იცნობენ. ასეთი სტერილურები არ არიან ეს ადამიანები და რეგიონებს რო აწვევიან ბჭყალებში, რეგიონში რო ჩახვალ თუ ვინმე დარჩა იქ და ან თუ რაღაც კონტაქტი აქვს, ისეთი კაი ტიპები არიან, იმიტომ რომ ის ინფორმაციას კი ბებიამისისგან კი არ იღებს, ინტერნეტი აქვს და უსმენს მუსიკას და ერთი სიფრთხე არის, მესმის რომ ვიღაცა შეიძლება სხვა ფინანსური შესაძლებლობა აქვს, მაგრამ აღარ არის ეს რაღაც კლასობრივი დაპირისპირება, რომ ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, რომელსაც თვითონ ეს მთავრობა ქნის, მაგრამ იმ მე პირველი ინდიკატორი, როდესაც მივხვდი პირდაპირ გეტყვი, რომ ეს ახალგაზრდობა იქნებოდა ძალიან cool, ეგრეთ წოდებული შუა, ესე ვთქვათ, უბრალოდ საშუალო ფენა, როდესაც დავინახე, რომ რესტორნებში და ბარებში მუშაობდნენ აი ძალიან ლამაზი, განსხვავებული ადამიანები, ვისთვისაც ეს არ იყო, აი რესტორანში მუშაობ, იმიტომ რომ სხვა გზა არ მაქვს, არამედ ეს იყო სიამაყით ერთმანეთთან კონტაქტი ქონდათ, აი შენც ისე გეკონტაქტებოდნენ, არასდროს ზედმეტის უფლებას არ გაძლევდნენ და პირველი ესე ვთქვათ, გარდამტეხი ჩემთვის იყო, რომ მე დავინახე, რომ სერვისში რაც ყოველთვის ცუდ ტონად ითვლებოდა საქართველოში, არ იყო რაღაცა საწყალი გაჭირვებული ადამიანები, არამედ დაიწყეს ისეთმა ხალხმა მუშაობა, რომ ვერც მიხვდებოდი ამას ფინანსურად, კარგი მდგომარეობა ქონდა, ცუდი, რაც არის ფანტასტიკა, იმიტომ რომ ამან არ უნდა განსაზღვროს ადამიანი. და ამიტომ აი ამ ახალგაზრდების გასვრა არის ძალიან სასაცილო. ცხადია, არსებობს იმ რაღაცა ტროლბოტების ირგვლივ შემოკრებილი ხალხი, ვიზეც ეს მუშაობს და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ირაკლი კობახიძე მე არ მელაპარაკება და თქვენ არ გველაპარაკებათ, ის თავის მომხრეებს, რაც არ უნდა ცოტა იყოს იმათ ელაპარაკება, იმიტომ რომ ჩვენ გვეშინია იმათი. რეალურად ჩვენ გვგონია, რომ ისინი არიან ბევრნი. და ახალგაზრდებს გავაგზავნებ და მე ორი საქართველოს თემა მინდა, რომ აუცილებლად გავიაროთ. ბოლო გზა იყო რაღაცა მშობლების დატუქსვა, ნუ რაც ყველა სასაცილო, იმიტომ რომ ძალიანაც რომ მომინდეს, ახლა მაშოს რამე რო უთხრა, რომ მე ესე მითხრეს მოკვდება სიცილით და მეტყვის რომ შენი პრობლემა არის, რომ შენ არ ყავს სწორი ადამიანები შერჩეული და კიდე ერთი რაღაც მინდა ვუტრიალებ ამ კომოსტვას, მაგრამ ძალიან მიყვარს ერთადერთი ინტერვიუ, რომელიც ბიზნესი ყველამ უნდა ნახოს, ეს არის მას ჰქონდა ოლიკო ბაბულონთან ინტერვიუ, სადაც ის იყო აბსოლუტურად გულწრფელი. ღია იყო. აი ესე იჯდა და გვარიგებდა ჭკუას და მან თქვა ძალიან საგულისხმო რაღაც, რომ ჩვენი უბედურებაო მაშინ დაიწყო, როცა ევროპაში და საზღვარგარეთ გავედით. და ის ახალგაზრდა ბავშვი, რომელიც low-coster კომპანიით ხა არ დავასახელებ, ქუთაისიდან მიდის, თუნდაც შეგროვილი ფულით და იქ ხან ზოგი მუშაობს, ზოგი ცხოვრობს, ზოგი რაღაცა საკეთებს, ისიც მიდის კომოზე. ანუ შენ მშობელი რო ხარ და შენ შვილს ეუბნები, რომ შვილო, მე კი ვურტყამ ვიღაცას, ვუბრახუნებ ან შენი მეგობრები კი დაგცინიან, იმიტომ რომ მამა შენი არის რაღაც, იმიტომ რომ მე TikTok-ზე ვუყურებ ამას და ვსკროლავ, რომ აი არ გრცხვენია, რომ გეკითხებიან, ის ადრე პასუხობდა, რომ სამაგიეროდ შენ შავი 24 გემსახურება. ეხა შავი 24 აღარ არის შავი რაღაცა Mercedes-ი, იმიტომ რომ იმ ახალგაზრდას თავისნაირი ტიპის აზრი აინტერესებს, რომელიც არ ვიცი, არის იგივენაირად თავისუფალი, იგივენაირად შეუძლია რომ მეორადებში ფანტასტიურად ჩაიცვას და მართლა ის სიამაყით მევსება გული ზუსტად ამ საშუალო ფენის გამო, რომ ვერ მიხვდები, რომ ეს ბავშვები არიან რაღაცა დაჩაგრულები და შეშინებულები და იმას ახლა მე ჩემნაირი ტიპი რომ გამოუდგეს და რომ უთხრას რომ იცი რა არა, ჩემი შვილი რაღაცა კომოზე მიდის, მოკვდება სიცილით, იმიტომ რომ თვითონაც შეუძლია იგივეს გაკეთება და მით უმეტეს სოციალურმა ქსელებმა გვაჩვენა რომ ერთი ოთახში გადაღებული ვიდეო და ფოტო შეიძლება ამ ახალგაზრდობისთვის ბევრად დამახასიათებელი იყოს, ვიდრე რაღაცა ლაქშერი ცხოვრება. ამიტომ აი მშობლებიც ვეღარ აკავებენ ამ შვილებს, იმით რომ მე შენ რაღაც მონკლერის პიჯაკს გიყიდი, იმიტომ რომ ეგ უკვე ცუდ ტონად ითვლება და ცუდი ტონი, როდესაც ხდება ახალგაზრდობისთვის რაღაც, ის უკვე დამთავრებული. ყველაზე უფრო ძლიერი რამ არის? ორ საქართველოზე გინოდა შენ რო გესაუბრო მოდი ამაზეც. ეს არის ჩემი საყვარელი
თემა, იმიტომ რომ მეც წამომცდენია, მეც მithქვამს და კიდე ერთი საოცარი ადამიანი მე მგონი შენ კარგად უნდა იცნობ ზურა სიხარულიძე, ფსიქოლოგი, რომელიც მისგან აი რაღაცნაირად ხო არის რატომ მომწევს კიდე დღეს სოციალური ქსელები, იმიტომ რომ მეც ძალიან ვიზრდები და მეც ჩემს ფრაზეოლოგიას ვაკონტროლებ. აი ძალიან ხშირად მithქვამს რომ ეს მეტადონშიკები 50 ლარზე გაყიდული ხალხი და რაც ასევე არის რუსული ნარატივი. აქ ჩამოდის ძალიან ბევრი რუსი და ბელორუსიდან დევნილიან გამოქცეული ადამიანი, რომელთაც მე მისაუბრია და მეუბნებია რომ იცი რა არის, შენ რუსეთს არ იცნობ, იქ არის ორი რუსეთი. და ეს ნარატივი გეუბნება შენ რომ შენ კი ვერ წყვეტ ვერაფერს, გიწყვეტს ვიღაცა ბრჭყალებში მეტადონშიკი და ეხლა ავხსნი რატო არის ძალიან ცუდი ტერმინი, გარდა იმისა რომ ადამიანებს სტიგმატიზირებას ახდენს და რეგიონი სადღაც რომელიც არის მაგალითად ჩვენთვის მიუწვდომელი, იმიტომ რომ ცხადია რომ ჩვენ არ გვაქვს ესეთი შემთხვევა. კობახიძეც ორი იყოს ხო, ეს ორი სათაური და ზუსტად ეგრეა. იმიტომ რომ ეს არის დისტოპია, ეს არის ის რაც აზროვნების ჩარჩოდან გვაგდებს. არანაირი ორი საქართველოს დაპირისპირება სამოქალაქო ომი აქ არ არსებობს. ჩვენ ყველანი ვართ ერთ აზრზე, იმიტომ რომ ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია რომ ევროპაში მივიდივარ. შეიძლება ვიღაცა მეკამათოს იმაზე რომ წითელი ფერი მოწონს თუ მწვანე, მაგრამ ის რაც მე მიწერია კონსტიტუციაში ის ვერასდროს ვერ იქნება კამათის საგანი თუ არ გაგვიხსნიან ეგრეთ წოდებულ ოვერტონის ფანჯარას, მაგრამ ორი საქართველო არის ამათვის რა. ამათ ეს ხალხი მძევლად ყავს აყვანილი. ეხლა ბილო შენ ხშირად გისაუბრია ამ თემაზე და ამიტომ თავისუფლებას ვაძლევ რომ ადამიანს რომელიც არის ნარკოდამოკიდებული იმისთვის მთავარი წყარო გადარჩენის არის მეტადონის პროგრამა, ხო? ჩანაცვლებითი თერაპია. ესე დავარქვი, როდესაც საქართველოს არაფერი არ არსებობს, მაგრამ არანაირი სერვისი არ არის. არანაირი სერვისი არ არსებობს. და თანადამოკიდებული როცა არის მისი ოჯახის წევრი, ანუ დედა, რანაირად დაუდგე ხა მე და მორალი რანაირად უკითხო რომ იცი რა არის შენი შვილი, მე მესმის რომ ის ადამიანი დამნაშავე და რასაც შენ ამბობ ხო რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ფოკუსირებას ხო ვერ ვახდენთ ყველაზე მნიშვნელოვანი. კი ბატონო. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ ამ ადამიანების რა და ყველა ვისაც მეც მათ შორის ან დიდი ხანი ეს პრობლემები ჩემთვის და რა ვიცი ან უამრავ ადამიანს ძალიან ბევრი ზეგრა იქნება და მოკლედ ჩემი ის არის community ჩათვალე ამ ადამიანებზე ძალიან გული შემტკივა ყველას ვისაც ქონია ეს პრობლემა და შეიძლება გქონდეს. ეხლა რის თქმა მინდა რომ სტიგმატიზაცია, მაგრამ აქ ნახე, აქ უნდა იყოს საუბარი იმაზე კი არა რომ აი თქვა ვიღაცა ტერმინი შეცდომი თქვა და რა თქმა უნდა გამახულდეს ამაზე ყურადღება რომ საზოგადოებამ გაიგოს რომ სტიგმატიზაცია არ მოხდეს, მაგრამ ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის და მთავარი თემა ის არის რომ სწორედ ხელისუფლება არის ამაში დამნაშავე, იმიტომ რომ ძელად ყავს აყვანილი, კი ბატონო. მას აქ ბერკეტები და პირდაპირ გაგებით ეს არის აი ძალადობა ადამიანებზე. აბსოლუტურად გეთანხმები. ანუ რეალურად იმ ადამიანების თვალში ჩვენ ვართ მტრის ხატი, რომ ადამიანი რომელიც არის თქვათ ამ პროგრამაში ჩართული, კონკრეტულად ამაზე ვსაუბრობ და მე იგივეს განვაზოგადებ ადამიანს, რომელიც შემწეობას იღებს და იქ ვიღაცა ემუქრება თუ ცოტა თვალის ჩაკვრით ეუბნება, რომ ეხა შენ თუ ძალიან იაქტიურებ, ის მძევლად არის აყვანილი, ის რანაირად არის ჩემი მოწინააღმდეგე, მძევლად ყავს თავრობას აყვანილი. ჩვენი პრობლემა არის, რომ ეს ხალხი მძევლად არიან და ამიტომ უწევთ ამაზე საუბარით, რომ როგორ შეიძლება რომ მძევალზე თქვა, რომ ტერორისტის მხარეს არის, ხო სიგიჟია. ზუსტად იგივეს უკეთებს ადამიანებს, ვინც ყავთ სახელმწიფო შემწეობაზე და რატო არიან სახელმწიფო შემწეობაზე ეს ადამიანები, იმიტომ რომ იმას 3 და 4 შვილი რო ყავს, ეხლა მე რო ჩავიდე და ჩემი მაღალ მატერიებზე რო ვესაუბრო, ურჩევნია გამგებელმა ცოტა მოუმატოს 1 კილო კარტოფილი და პრობლემა ის კი არა, მე ამ ხალხის რაღაცა ისეთ კატა ლეოპოლდის როლში კი არ გამოვდივარ და ამ ხალხს თავიდანვე კი არ ვსაუბრობ, უბრალოდ მინდა რომ პრობლემა დავინახო, რომ ეს მთავრობა ამ ხალხისგან გვიქმნის ჩვენ მტრის ხატს, რომ ეს არის მეორე საქართველო, ესენი წყვეტენ მაინც არჩევნებს მარნეული იგებს, რამდენჯერ გაგვიგია ეს ფრაზა, ხო? არჩევნებს იგებს მაინც ის ხალხი, ვინც არის ოცნების მხარდამჭერი. ეთნიკური უმცირესობის მიმართაც. კი ბატონო, ზუსტად იგივე. ვითომ მეტეს მაგ ნიშნით, რომ აი ხა მე მაშინაც იყო საუბრები, მესმის ცოტა ქაოტური მოვლენები იყო და აქედან გამომდინარე ყველა ვერაკვირდებოდა რას ამბობდა. მაგრამ გამიგია ისეთი აზრიც, რომ აი ხა მე საქართველოში იმან ქართულიც არის და იქ უნდა ადგეს და ჩაყაროს და გამიყალბოს და მე საქართველოში ვიცხო. რა თქმა უნდა, მესმის ძალიან ადამიანურად შეიძლება გასაგებიც იყოს, რომ პროტესტი იწვევს, მაგრამ ისი არ უნდა მოხდეს, რომ მე დაიდო კიდე კაი ძალიან ბევრი შედეგები სხვა რეგიონებში, სადაც საერთოდ არაფერში არ არის ეთნიკური ნიშანი. ამას კაი ადამიანობის და კაი ტონის გამო კი არ ვამბობ
ვცდილობდი მაშინ რეალობაც არის იმას ვამბობ. ერთადერთი ვის მიმართაც მე დიდი პრეტენზიები მაქვს, იმიტომ რომ კიდევ ამბობ მოწყვა ჯგუფზე საუბარი თითისქნევით ყველაზე ნაკლებად მიყვარს, იმიტომ რომ ამაზე მცირე სიმდაბლე არ მგონია, მიუხედავად იმისა, რომ ცხადია მათი დიდი ჩართულობით არის ეს ბანალური ბოროტება, რაშიც ჩვენ ვართ, მაგრამ ვის მიმართაც მე მაქვს პრეტენზია, ეს არის საჯარო მოხელეები და მინდა ყველას უთხრა ესეთი რაღაც, რომ თქვენ არ ხართ ქართული ოცნების მიერ დაქირავებული ადამიანები, საერთოდ არც ერთი. თქვენ მე მოგეცით მანდატი, ისევე როგორც უამრავმა ადამიანმა, რომ ჩემი ქვეყანა წაიყვანოთ ევროპული მომავლისკენ და ამისთვის აუცილებლად უნდა გააკეთოთ ყველაფერი და ის რომ თქვენ იმ დღეს შემხვდა ჩემი ერთი ნაცნობი, რომელიც აი ზუსტად რაღაც მაგ მიმართულებით მუშაობს და ვერ მოვითმინე და პირდაპირ უთხარი, რომ აი შენ რას აკეთებ მეთქი? აი მეო აქციებზე ვდგევარ, შენ მეთხარ ხმამაღლა არაზუსტ არ საუბრობ. ის რომ საჯარო სექტორმა იგრძნოს საკუთარი ღირსება, მოდი დავანებოთ თავი ვალდებულებას. არ მიყვარს ყველას ვალდებულებას საუბარი, მაგრამ შენ როდესაც ხარ ადამიანი, რომელიც ხვდები, რომ შენ გიყენებენ პოლიტიკური ნიშნით და ეხლა მით უმეტეს იმის პრობლემა გაქვს, რომ 5 წუთში გაგაგდებენ სამსახურიდან და ისეთ ადამიანს მოიყვანენ, რომელიც დაბალი კომპეტენციის არის, მაგ ადამიანებთან მე სერიოზული კითხვის ნიშნები მაქვს, იგივენაირად როგორც მოსამართლეებთან, რომლებსაც ქონდათ იმის ფუფუნება, რომ მინიმუმ 4 წელი ესწავლათ. ცხადია, ეხლა გასაგებია, რომ ჩვენი განათლების სისტემა არ არის ისეთი დახვეწილი, მაგრამ ამ უნივერსიტეტში ხო დადიოდა თუ რაღაცა ინსტიტუტში მესმის, რომ ჩვენ რაღაცა კრისტალურად სუფთა საზოგადოება არ ვართ, მაგრამ თქვენ გაქვთ ვალდებულება და იქ ჩვენი მთავრობა აი ორი საქართველოს პრინციპით, აი რასაც ეს ბებიების ვიდეოს როდებენ რუსები, პუტინის მომხრეების. ეგ რასაოცრებაა. ეს შეხო არ გონია რომ შემთხვევით არა სპეციალურად. ეს გეუბნება რომ ეს ადამიანი გიწყვეტ შენ მომავალს. ამ ხალხის პრომოუშენი ხდება, ტუტუშკებს რატო აჩვენებენ რომ ეს ადამიანები გიწყვეტა. არა, ტყუილია ეს, იმიტომ რომ მე ხლა აქ რომ ავდგე და ვიღაცას ეს ვესროლო და მე 5-ჯერ რომ გაიმეორო ეს კადრი, იტყვი რომ მოძალადე ქალები წყვეტენ მომავალს. ეს განზოგადებაც ამათი პრობლემაა, იმიტომ რომ რაოდენობის გარდა გვაჩვენებს, რომ ჩვენ ყველაზე მორალურად, ესე ვთქვათ, მორალს გამოცლილი ადამიანები, იმიტომ რომ როდესაც ადამიანს შია და მას აქვს მოთხოვნილება, რომ ნარკოტიკს დაანებოს თავი, მასთან რთულია მორალზე საუბარი, იმიტომ რომ ეს ჯერ არის ფიზიოლოგიური მოთხოვნები, კომპლექსური და სისტემური თემაა, კი ბატონო. ძალიან ბევრი რამე უნდა გაკეთდეს მომავალში, აი ზუსტად ამიტომ არის საჭირო და მნიშვნელოვანი ბევრი მიზეზი მithქვა. ამიტომ არა, კი ბატონო. ეს პროცესები წარმატებით დასრულდეს რამოდენიმე მიზეზის გამო. გარდა საგარეო კურსისა, გარდა იმისა, რომ რუსეთის ორბიტაზე არ უნდა მოხვდეთ. გარდა იმისა, რომ კიდე 1000 საშიშროებები არსებობს, აი ესეთი თაობა რომ მოდის და მე რაღაცა ბევრჯერ ვამბობ თაობას და მე არ მინდა ხოლმე რომ თუნდაც შემხელა ადამიანებმა დღესაც ვნახეთ მარში ხო მოხუცი ადამიანების თქვა ასაკში მყოფი ადამიანების რა თქმა უნდა ყველას ეხება მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდებზე ყურადღებას ვამახვილებ იმიტომ რომ ისინი მომავალია საქართველოსი და რომ ხედავ რომ ესეც საიმედო ხელში იმიტომ რომ ძალიან გონება ხსნელი ღია ლაღი ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში ყველას იმპროვიზირება შეუძლია არ კარგავენ აი ამ მენტალურ ჯანმრთელობას იმ კუთხით რომ თქვა რაღაცა რო ხდება ანუ ისე გელაპარაკი აი შიშით არ გელაპარაკებიან ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და აქედან გამომდინარე ხო რა თქმა უნდა დიდი კომპლიმენტები ერთი რაღაც მინდა და ერთი რაღაცით დავასრულებ ჯანამ ახსენა დასწავლული უსუსურობა რაც მე მგონი ეხლა თქვა ან ერთად ვიყავით ხშირად დავდივართ ხოლმე ისე მიყვარს მასთან ერთად ყოფნა ეთერში ჩვენ გვასწავლეს ქართველ ერს 70 წლის განმავლობაში რომ ჩვენ რაღაცების შეცვლა არ შეგვიძლია და რეალურად ეს არის ზუსტად იმ პროპაგანდის ნაწილი ყველაზე საშიში დანარჩენს მოვერევით აი ყველაზე მეტად მე როგორც ამ სფეროს სპეციალისტის მეშინია აი ამ კონსპირაციული თეორიებით ნაკვები რომ აი ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია და ეს არის სრული ტყუილი და სრული აბსურდი იმიტომ რომ საქართველოს მომავალი დღეს არის ჩვენ ხელში და მოდი ესე ვთქვათ რომ ჩვენს მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობას ამხელა ყურადღება არასდროს არ გამოუჩენია. ერთადერთი აქ რის რა არის საშიში რომ უკვე საერთაშორისო საზოგადოება აღარ დაიწყებს იმაზე მსჯელობას შენ ხარ თუ არა ტირანიულ რეჟიმში. კი, შენ უკვე ხარ ტირანიულ რეჟიმში, რაც არ უნდა გინდოდეს ახლა მე რომ სხვანაირად დამანახო, ერთი თვისწინ სხვა რეალობა იყო და დღეს უკვე ყველა მეს აღიარა. მაგრამ არ მინდა რომ ჩვენ
დავაჩვენოთ, რომ ჩვენ ამ ტირანიულ რეჟიმს მივეჩვიოთ, იმიტომ რომ ირანშიც ცხოვრობს ხალხი. ანუ რეალურად ჩვენ ეხლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავძვრეთ ამ რეჟიმიდან, თორე ის კი არა, რომ აი ევროპა დაინახავს, რომ ჩვენ ტირანიულ რეჟიმში ვართ და გვიშველის. არა, ჩვენ თუ არ ვაჩვენეთ, რომ ეს არ არის ჩვენი რეჟიმი, იმიტომ რომ რა მოხდა ავღანეთში, რა მოხდა ხდება ირანში, რომ ამ ადამიანებმა ვერ შეძლეს ჩვენება, რომ უმრავლესობაში არიან. გასაგებია, იმიტომ რომ შეძლეს, რომ მთავრობის რეპრესიული მანქანა ძალიან ძლიერია, მაგრამ იქ ძალიან დიდი ხანი მიმდინარეობდა ეს პროცესები. ჩვენთან ამათმა ისე სწრაფად მოაყარეს, რომ ეს ბაყაყის მოხარშვის თეორია არის კიდევ ერთი. ეს არის, როდესაც ბაყაყს ცელწყალში აგდებდა, ის ხტება და ნელა რო ხარშავ ის დუნდება და ჩვენ ჩაგვაგდეს ამ და უნდა ამოვხტეთ ყველა ვარიანტი, სხვა გზა არ აქვს. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩვენც ჩავიხარშებით. კი და უნდა მეგონი ბოლოსკენ გავედით. კი, იმიტომ რომ ყველანაირ დროს გადავაცილეთ, თუმცა ძალიან საინტერესო ვისაუბრეთ. თეონა, მეც ძალიან დიდი იმედი მაქვს არა და რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად ამოვხდებით ამ ქვაბიდან, იმიტომ რომ აქ სხვანაირი ხალხი ცხოვრობს და დღეს მაინც სხვა დროა და მათი პროპაგანდა მე გეთანხმები ვერ მუშაობს. მე პირადად ბევრჯერ მომისმენია ჩემთვის აი მთელ ამ პროცესში ბევრჯერ ვთქვამთ უფროსი თაობის ადამიანებს, რომ თქვენ არ გესმით, თქვენ ვერ გადაარჩენთ ამ ქვეყანას და არ ვესაუბრები ხომ ერთადერთი პასუხი რაც ამ ადამიანებისთვის მაქვს მარტო იმას ვეუბნები, რომ შეიძლება ქვეყანა ვერ გადავარჩინო, მაგრამ თავს გადავირჩენ მორალურად და ეს ჩემთვის საკმარისია და ამაზე პასუხი აღარ აქვს, ჩერდებიან. მე მგონია, რომ ჩვენ მაინც მშვიდად უნდა ვესაუბროთ ამ ადამიანებს არგუმენტირებულად და უნდა ავხსნათ, რომ ეს არის ჩვენს ხელში კოლექტიურად და კოლექტიურობა არ ნიშნავს სახის დაკარგვას. აი კოლექტივიზმის და მასიურობის ზუსტად იმიტომ გვეშინია, რომ ამ ადამიანებმა საბჭოთა კავშირი გამოიარეს. ჩვენი კოლექტიურობა განსხვავდება, ამაზე ხშირად ვსაუბრობ და რაღაც ყოველს მოსწონს ეს ანალოგი და ამით დავასრულებ, რომ ზოგადად მასების ფსიქოლოგიას ვინც სწავლობს, წარმომადგენლები, სოციოლოგები, თანხმდებიან იმაზე, რომ ნებისმიერი მასაში ინდივიდი კარგავს ინდივიდუალიზმს. ჩვენ ეს არ დაგვემართა. მთავარი ეს არის, რომ ჩვენ არ გვაქვს კოლექტივიზმის და მასიურობის შეგრძნება. ჩვენ ყველა ჯარისკაცი ჩვენ საქმეს ვაკეთებ და ყველა ჯარისკაცი არის გენერალი ამ ომში. აი როგორც კი ამას მივხვდებით, რომ ჩვენ არ ვართ უბრალოდ ჯარისკაცები და პაიკები და ჩვენივე საქმით ვცდილობთ, რომ გავხდეთ გენერლები და არა სხვის ხარჯზე, არამედ წინ წავიყვანოთ ჩვენი ეს პროცესი, მაშინ გაცილებით უფრო გავძლიერდებით საკუთარ თავში და უფრო მივხვდებით საით მივდივართ. კი ბატონო და აუცილებლად ნახეთ ხოლმე Facebook-ზე თეონას ვიდეოები. ძალიან კარგი ენით არის და მარტივი არის და მნიშვნელოვანი ის არის, რაც შენ თქვი, რომ მშვიდად უნდა ველაპარაკოთ ამ ადამიანებს. მე სწორედ ამას ვამბობ, ბევრისგან მიმიღია, რომ ეხა მაგათ უკვე აზრი არ აქვს, ყოველთვის აქ აზრი, თითო ადამიანთან ურთიერთობას აქ აზრი, თითო ტაქსის მძღოლთან მშვიდად საუბარი, არგუმენტის მოყვანა. ყოველთვის შეიძლება ის ადამიანი იმ წამს ვერ დაგეთანხმოს, ყველა ადამიანს სჭირდება დრო, გააზრება, რაღაც სიტუაცია, როცა მე მოუყვანენ მაგალითს, რომ აი ისინი არ დაგაცდიან ლაპარაკს და ეგრევე შენ უკვე შენი პრეცედენტი გაქვს, სხვა პრეცედენტს ანახებს. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ყველაფერი უცებ ვერ ხდება, რაღაცა პროცესები არის, მესმის რომ დრო ძალიან გვიჭერს, მაგრამ რაც მეტ ადამიანთან მოვახერხებთ ამაზე საუბარს, უკეთესი იქნება და ნახეთ, აუცილებლად აი გთხოვთ ხოლმე რა, ვინც თქვა ჯერ კიდე ან ორჭოფობაში ან სადმე თქვა თუ მთავარი ერხის მაყურებელი არ არის, მე სადმე ვიდეო იყო, ვიდეო ნახეთ Facebook-ზე, აი ჩემი მიმართვა გთხოვთ, რომ გადახედოთ უბრალოდ რუსეთის ბოლო 10 წელი, 10-12 წელი რა ხდებოდა რუსეთში, რა ხდებოდა რუსეთის ფედერაციაში, ჩვენი მოძმე ერები, ისტორიულად ჩერქეზები, აფხაზები, ხო? ანუ ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ამ კატასტროფის მსხვერპლები არიან, როდესაც რელიგიით და ეთნოსით სპეკულირებენ და ართმევენ ზუსტად იმ რელიგიასაც, ეთნოსაც. სამწუხაროდ მეტი დრო არ აქვს. გემშვიდობებით მეგობრებო, იყავი ფხიზლად და ისურვებთ ტკბილ ძილს. გამემშვიდობისა.